ანტალკიდეს მშვიდობის მერე საბერძნეთი არის შოკში, არიან კომპლექსებში, არის ისევ სპარსული შიშები გაჩნდა, ეგრეთ წოდებული მიდიზმი. იმანთ კიდე არ გადაყოლაპოს სპარსეთმა, ყველაფერი ჰქონდათ, აი პოლიტიკა ჰქონდათ ასე. ვერ მოახერხეს გაერთიანება. გამარჯვებული სპარტის ყოფილი მოკავშირეები და ყოფილი მტრები გაერთიანდნენ სპარტის წინააღმდეგ და დამთავრდა ეგრეთ წოდებული ანტალკიდეს ზავით, ანუ მშვიდობით. აკინთოსი და აპოლონია თვლის, რომ უნდა გავიდეს, არ უნდათ ამ ოლიმპოს მეთაურობით ამ კავშირში ყოფნა. მიზეზი რა იყო, არა ჩვენთვის ნორმალურად გასვლა უნდა და მიმართეს სპარტას, რომ მოგვეხმაროთ. სპარტელებმაც არ დააყოვნეს და დაიწყო ეგრეთ წოდებული ოლიმპოს ომი. აქ ხდება მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში ნოვაცია, რომელიც იმოქმედებს მერე მთელ მსოფლიო სამხედრო ტაქტიკას. ამბობდნენ ეს მაშინდელი თვითმხილველები, რომ სპარტელმა ქალებმა პირველად დაინახეს ტრიჯარი. არასოდეს ნანახი არ ყავდა. და ეს ყველაფერი გავს რა, ვიღაცა უნდა მოვიდეს. და ხან შენ თვითონ ვერ ლაგდები, მაშინ უცხოელი დაგალაგებს. ეპამინონდე გამოვიდა ბრწყინვალე სიტყვით და გავიდეთ და ვეომოთ რა. საუნდე უნდა ვიღოთ. და ჩვენ თუ ახლა მოვერევით მაგას, გადავტეხავთ ყველაფერსო რა. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს, მსმენელებს, ვაგრძელებთ ციკლს გადაცემებისა სახელწოდებით მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. ჩვენს წინა ლექციებში მიმოვიხილეთ ძალიან საინტერესო და ამავე დროს დრამატული პერიოდი ძველი საბერძნეთის ისტორიაში. გამოვიარეთ ძველი საბერძნეთის დიდების ხანა, კლასიკური საბერძნეთის ოქროს ხანა ფაქტობრივად. გამოვიარეთ ომების ეპოქა, სამოქალაქო ომებისა, რომელმაც ფაქტობრივად დაანგრია არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით ძლიერება და სამხედრო თვალსაზრისით ძველი საბერძნეთის, არამედ თითქმის გაანადგურა ის უზარმაზარი ისტორიული მემკვიდრეობა და მათ შორის კულტურულიც, რომელიც შეიქმნა იმ ეპოქის განმავლობაში და მივადექით აი ამ დაცემის ბოლო ფაზას. ამას ეძღვნება სწორედ ჩვენი დღევანდელი ლექცია, რომელზეც გუბაზე უფრო დაწვრილებით დეტალურად ისაუბრებს. აქვე ყველას კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის და შეგახსენოთ და გთხოვოთ თუ კი ვინმე გვიცქერს გვიყურებს ან გვისმენს ისეთი, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი ჩვენი არხი, გამოიწერეთ დროების YouTube არხი და მოიწონეთ. მადლობა და დავიწყოთ. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ბატონ გიორგი. ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას წარსულში, ვაგრძელებთ იმ დრამატულ ეპოპეას, რასაც ქვია ძველი საბერძნეთის კრახი, დაცემა. საერთოდ ითვლება, რომ ამ დაცემის მთავარი მიზეზი არის ეგრეთ წოდებული პელოპონესის ომები. ახლა რატო ეძახით ბრავლობითში პელოპონესის ომები და არა პელოპონესის ომი, იმიტომ რომ პელოპონესის ომები, იმიტომ ქვია, რომ ორი სტადიიდან შედგა, უბრალოდ სამი. ერთი არის პირველი ნაწილი იყო ეგრეთ წოდებული არქიდამეს ომი, მერე იყო სიცილიის ავანტურა, რომელიც შემადგენელი იყო ამ დაპირისპირების და მერე იყო ეგრეთ წოდებული დეკელეის ომი, ანუ იონიის ომი. ამიტომ ეძახიან პელოპონესის ომებს მეცნიერები. მერე გავიარეთ ჩვენ კორინთოს ომი, სადაც გამარჯვებული სპარტის ყოფილი მოკავშირეები და ყოფილი მტრები გაერთიანდნენ სპარტის წინააღმდეგ
ესეც ძალიან დრამატული სახე ჰქონდა ამას 395-დან 397 წლამდე გაგრძელდა და დამთავრდა ეგრეთ წოდებულ ანტალკიდეს ზავით, ანუ მშვიდობით. მეორნაირად მეფის ზავსაც ეძახიან, იმიტომ რომ სპარსეთი ჩაერთო მაშინ, სპარსეთის მეფე, ხო? ანტალკიდეს მშვიდობას მოყვა ის, რომ სპარტამ ფაქტიურად ნაციონალური ინტერესები გაყიდა თავისი პირველობისთვის, თავისი ჰეგემონიისთვის და საბერძნული ბერძნული სამყაროს ლამის მესამედი, რასაც იონიური სამყარო, ანუ მცირე აზიული საბერძნეთი ერქვა, ის დაიკარგა და სპარსეთმა წაიღო. ანუ ის ომის გმირები, ვინც მანამდე ლამის ორი თაობით ადრე ხო მარათონის გმირებმა, სალამინის გმირებმა, ლატეას გმირებმა, თერმოპილეს გმირებმა, მიკალეს გმირებმა, რაც სისხლით, ოფლით, შეუპოვრობით მოიპოვეს, ის წყალში იქნა ჩაყრილი და დიდებიდან სირცხვილამდე ნაბიჯი ძალიან ადვილია დიდებიდან სირცხვილამდე ერთი ნაბიჯია ხოლმე ასე ამბობენ დიდება არის რთული მისაღწევი, თორე სირცხვილი ძალიან იოლია შესასრულებლად. ეს იყო ნაბიჯი დიდებიდან სირცხვილამდე, რაც ბერძნებმა ჩაიდინეს მაშინ და პრინციპი სუიციდალური ქმედება იყო ეს. იგივე პელოპონესის ომები, იგივე კორინთოს ომი და ლოგიკური დასასრული იყო ის, რომ ანტალკიდეს, ანუ მეფის ზავის მიხედვით და ბერძნულ საქმეებში ისევ დაიწყო ჩარევა სპარსეთმა. ამჯერად უფრო დიპლომატიით, უფრო ოქროთი, ეგრეთ წოდებული დარიკებით, ანუ დარიოს პირველის მონეტები, ოქროს მონეტებით. გვახსოვს ჩვენ რომ ლისანდრემ თქვა რომ მე დამამარცხა მეფის მშვილდოსნებმაო და მშვილდოსნებში იგულისხმებოდა დარიკზე დარიოს პირველი მშვილდით არის გამოხატული. ხო, ამიტომ სამეფო მშვილდოსნებს ეძახოდნენ დარიკებს ასე ირონიულად. თვითონ ბერძნებიც კი. ფაქტობრივად მტერთან კოლაბორაციით გაწირეს საერთო ბერძნული ინტერესი. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა და სხვათა შორის ორივე მხარე იყო შემჩნეული მტერთან კოლაბორაციაში. ათენის არქეთს და ესეც პელოპონესის კავშირიც, ხო. საგულისხმო. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, აი რატო ვაკეთებთ ჩვენ ამას ვირფოს მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცეებით ქართველები ვართ დაკომპლექსებულები. აი მაგალითად გვაქვს პოზიტიური კომპლექსები. რაღაცას ვიჩემებთ, რაც არ მომხდარა და ან ვაზვიადებთ. და გვაქვს ასევე ნეგატიური კომპლექსები, რომ აი თავზე ნაცრის წაყრავით და ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ ქართველის მტერია და სულ ასე ვიყავ. აჰა, შეხედეთ. შეხედე, რასაც ყვებით მე და გიორგი ახლა ხო და გიყვებით და ვსაუბრობთ. ასეთ ქართველებს არ ჩაუდენიათ არასდროს. რაც ბერძნებმა თავის თავს დამართეს და ერთმანეთს დამართეს. ასეთი უნივერსალური მოღალატეებიც არ ყოლია ჩვენ როგორც ბერძნებს ყავდათ. ეს გაგრძელდება ესია. ასე არ არის. თან ეს ყველაფერი ხდებოდა ინტელექტუალური ზეობის პერიოდში, ანუ ვერ ვიტყვით რომ რაღაც განუვითარებელ ერთთან ანუ დაცემა ახლა ბარბაროსებს არ ახასება, ბარბაროსო თვითონ დაცემა დაბალი დონე არის ხო? აი კულტურულ ერებს რა ема ყველაფერში მაგრები იყვნენ ხო? კულტურა, ფილოსოფია, ეკონომიკა, ტექნოლოგიები, სხვაზე, რა ქვია, გაბატონება, ყველაფერი ჰქონდათ, აი პოლიტიკა ჰქონდათ ასეთი. ვერ მოახერხეს გაერთიანება. თუმცა ორი კანდიდატი იყო გამაერთიანებელი, ეს იყო ათენი, ახლა მესამეც გამოჩნდება დღეს ჩვენ მესამეზე ვილაპარაკებთ. ერთი იყო ათენი, მეორე იყო სპარტა. ისტორიისთვის და საბერძნეთისთვის ალბათ ცივილიზაციისთვის ალბათ უკეთესი იქნებოდა ათენს გაემარჯვა, ალბათ კი არ ასე იქნებოდა. პელოპონესის ომში. რა თქმა უნდა, იმიტომ ათენი მზად იყო. ათენი იყო რეალური ცენტრი და ბირთვი მიზიდულობის, რომ ბერძნული სამყარო გაერთიანებია და მერე წინ წასულიყო ამ ერთიანობით. ანუ ათენი იყო მზად
რო ყოფილიყო პერსპექტივაში იმპერიული ექსპანსიის პოტენციალი ქონდა. სპარტა არ აღმოჩნდა მზად. არც ბატონობისთვის, მით უმეტეს არც გაერთიანებისთვის ნახეთ ჩვენ რომ მაშინვე როგორც კი პელოპონესის ომები დამთავრდა, ისეც ჯერთი ყოფილი მტრები პარტნიორებად ვერ გაიხადა და მერე საერთოდ მოკავშირეები გადაიმტერა. როგორც იყო თებე, კორინთო, ეს ორი დიდი ქალაქი ხო, რომელიც ერთგულად მოკავშირეობდნენ გასულ ომში. სპარტის ერთგული მოკავშირეები იყვნენ, დიდი როლი ითამაშეს. ხო, მოუბრუნდეთ ახლა ეს. როგორი საბერძნეთი არის ახლა, ანტალკიდეს მშვიდობის მერე საბერძნეთი არის შოკში. არიან კომპლექსებში, არის ისევ სპარსული შიშები გაჩნდა, ეგრეთ წოდებული მიდიზმის შიშები გაჩნდა ისევ, რომ იმან კიდე არ გადაყლაპოს სპარსეთმა და სპარტა არის ისა რა ქვია, ჟანდარმი. თან ცუდი ჟანდარმია. ანუ ის წესრიგს არ იცავს საბერძნეთში, არამედ ის არის ჟანდარმი დიდი მეფის, სპარსეთის. ფაქტიურად ირიბად კი არა და ლამის პირდაპირ სუზადან იმართება საბერძნეთი. სპარსელების დომინაცია უკვე ეგეოსის ზღვაშიც არის, იონია ისედაც წაიღეს, კუნძულები შიშებშია. კუნძულოვანი საბერძნეთი და მატერიკზე კიდე ხარმოსტები, კორუფცია, უბედურება, რა ვიცი. ძიმე ამბავი მოხდა რა. ამ დროს საინტერესო ამბავი ხდება ბერძნული სამყაროს უკიდურეს ჩრდილოეთ პერიფერიას, კერძოდ ჩრდილოეთ ეგეიდაში, სადაც ჩვენ გვახსოვს ათენელების გავლენა იყო იგივე ის ამფიპოლისი, ხო, თქვა პოტიდეა და ამბები. იქ არის დაახლოებით 40-მდე ბერძნული ქალაქი, ბერძნებს სანაპირო უკავიათ, მათ ესაზღვრებიან დასავლეთიდან მაკედონიის საკმაოდ სუსტი სამეფო, სადაც მეფე ამინტა მესამე. და სადაც ჩრდილოეთიდან არის თრაკიელების ტომები, რომლებიც ხან ქმნიან საერთო სახელმწიფოს, მაგალითად ოდრისების სამეფოს, ხან იშლებიან და მათ გადაღმა კიდე უფრო საშიში და ბარბაროსი ხალხი ილირიელები, რომლებიც მტრები არიან მაკედონიისაც, თრაკიისაც და ამ ბერძნული ქალაქებისაც და პერიოდულად იციან მათ თავდასხმები ძარცვის მიზნით. ეს თრაკიელებიც, ეს რა ქვია, ილირიელებიც მტრები არიან ამ ბერძნული ქალაქების და მაკედონიისაც. და ბუნებრივი პროცესი ხდება იქ ახლა, დაიწყეს კონსოლიდაცია, ხო, უპატრონოთ არიან ისინი. თავიდან ათენის არქეში შედიოდნენ, მერე ათენიდან გამოვიდნენ, სპარტის მხარეზე გადავიდნენ, გახსოვთ ხო ეს ბრასიდეს ლაშქრობა და როცა ეს ქალკიდიკის ქალაქები გაანთავისუფლა. ამ ქალაქებმა დაიწყეს თავმოყრა, იყო ასეთი ქალაქი, სავაჭრო ქალაქი ოლინთო. ოლინთო სავაჭრო ქალაქია, ძალიან ყოჩაღი მდებარეობა აქვს, აკონტროლებს საზღვაო გზებს, აკონტროლებს შავი ზღვიდან მომავალი პურის გზა, ეგრეთ წოდებული პურის გზა, ხო? ხორბლის გზა. და მერე აქვს რამოდენიმე უპირატესობა აქვს გიორგი ამ ოლინთოს. ოლინთოსთან ახლოს არის ტყეები, რომელიც გემჩენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ფლოტებს რო უყურებთ რაოდენობას, იმას ხეთყი ჭირდება. ხეთყი აქვს ბევრი და რაც თავი ოქროს საბადოები აქვს ახლოს, პანგეის ოქროს საბადოები, რომელსაც ოლინთო ამუშავებს. ძალიან დიდი შემოსავალი აქვს ოლინთოს და ამ ბერძნულმა ქალაქებმა დიდი ქალაქები იქ რამოდენიმე იყო, პოტიდეა, რომელიც დაზარალდა ომის დროს, ამფიპოლისი, თქვათ, აკანთოსი, აპოლონია და რამოდენიმე ქალაქი, მაგრამ დანარჩენი ბერძნული ქალაქი პატარები შეგვიძლია თქვათ დაბები, დავარქვათ ასე. მათ დაიწყეს კონცენტრირება, რახან უპატრონოთ არიან, ძველია, არც ათენია, სპარტა შორს არის, საბერძნეთის
ელადის ძარცვითაა დაკავებული, პატრონად არიან არა და ეს ილირიელები და ეს თრაკიელები ესხმიან თავს. ამიტომ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ქალკიდიკის კავშირი. ბერძნებს ჰქონდათ მიუხედავად იმისა, რომ დანაწევრებულები იყვნენ ფედერაციებს და კონფედერაციებს ქმნიდნენ, რომ ცალ-ცალკე ვერ ვერევით, ცალ-ცალკე ვერ ვიცავთ თავს, მოდი ერთად დავიცვათ და ოლინთოს გარშემო დაიწყო გაერთიანება და ეს ოლინთოს ქალკიდიკის კავშირი განსხვავებულია სხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების კავშირი, ათენის არქესგან, თქვათ პელოპონესის კავშირისგან, იგივე ბეოტიის კავშირისგან, რომელსაც თებე ედგა სათავეში, ხო? ოლინთელებმა გააკეთეს ძალიან ჭკვიანი. ყველა ის ქალაქი, რომელიც მათთან კავშირში შევიდა, მოქალაქეობა მიწეს. რაც სხვა ბერძნულ კავშირებში არ იყო. ანუ ოლინთოსთან ვინც კავშირში შევიდა, ყველა გახდა მოქალაქე. ქონების თანასწორობა, ქონების დაცვით და საერთო კანონმდებლობა მიიღეს. ხმის უფლება მიიღეს. ყველა ქალაქი, რომელიც შედის ოლინთოსთან კავშირში, ანუ ქალკიდიკის კავშირშია, ყველა გახდა თანასწორი მოქალაქე. დემოკრატიებია თუ? დემოკრატია, ოლინთოში დემოკრატია კი. და საინტერესო ის არის, რომ გათანაბდნენ სულ ყველა. ანუ ჩვენ რო ავიღოთ აი პრინციპში პირველი და უცხო მოვლენაა ბერძნულ სინამდვილეში, როცა წარმართველი პოლისი მოქალაქეობას აძლევს სხვაებს. ათენი არ აძლევდა მოქალაქეობას თავის მოკავშირეებს. სპარტაზე საუბარი ზედმეტია საერთოდ, რას ლაპარაკობ. ხო და ოლინთომ დაიწყო გაძლიერება, ფული მოჭრეს თავის. ეს ილირიელები და თრაკიელები გარდა ამ ბერძნული ქალაქებისა ავიწროვებენ მაკედონიის სამეფოს. იქ ამინტა მესამეზის რა, მრავალტანჯული ამინტა მესამე. ის დროს ყველაზე სუსტი იყო მაკედონია, ხა რაღაცებს ცდილობდა ეს რამოდენიმეჯერ გაიქცა. მაგალითად ილირიელებს დაემალა ერთხელ, გადაუარეს ილირიელებმა მაკედონიას მაშინ და ამ ოლინთოს კავშირის ოლინთოსგან დახმარება მიეღო ამ ამინტამ რამოდენიმე ქალაქი კი არა ჩუქა ათხოვა იმას ქალკიდიკის კავშირს. დროებით სარგებლობაში გადასცა ის მაკედონური ქალაქები, რომელიც ზღვაზე იყო. და ასე მიეხმარა ეს ოლინთო, უკვე ძლიერდება, მდიდარია, საინტერესოა, საერთო კანონმდებლობა აქვს, საერთო მოქალაქეობა აქვს და ოლინთელები მიეხმარენ ამინტას და რამოდენიმეჯერ ესენი მოიგერიეს რა. მაგრამ ერთი საკითხი არის. ქალკიდიკის კავშირის შექმნა ეწინააღმდეგება ანტალკიდეს ზავს, სადაც აიკრძალა ყველანაირი კავშირი. ამიტომ ქალკიდიკის ბერძნულმა ქალაქებმა, რომელიც ომის დროს სპარტის მხარე დაიჭირეს, გამოიწვია ის, რომ სპარტელები არიან წინააღმდეგი ამ კავშირის. და ეძებენ საბაბს და საბაბიც მოვიდა ახლა. აკინთოსი და აპოლონია, ორი ქალაქი, რომელიც ამ კავშირში შედის, მათ გადაწყვიტეს კავშირიდან გასვლა. ეს მარადიული თემა ბერძნები შედიან, მერე გადიან. აკინთოსი და აპოლონია თვლის, რომ უნდა გავიდეს, არ უნდათ ამ ოლინთოს მეთაურობით ამ კავშირში ყოფნა. ხო მიზეზი რა იყო, არ არის ჩვენთვის ნორმально, გასვლა უნდათ და მიმართეს სპარტას, რომ მოგვეხმარეთ. სპარტელებმაც არ დააყოვნეს და დაიწყო ეგრეთ წოდებული ოლინთოს ომი. 383 წელს ჩამოვიდნენ ელჩები სპარტაში, აკინთოსის და აპოლონიის და თხოვეს დახმარება, რომ გაგვანთავისუფლეთ ოლინთოს ბატონობიდან. 382 წელს, მომავალ წელს უკვე სპარტელებმა გაუშვეს ჯერ ერთი ჯარი. როგორ მოქმედებდნენ, იცი სპარტელების ასეთ წესი, ლაშქრობის დროს ჯერ მცირე ჯარი მიდიოდა წინ და მე დიდი ჯარი მიყვებოდა უკან. მცირე ჯარმა გაიარა ხმელეთით, საბერძნეთის ტერიტორია, გადავიდნენ პელოპონესიდან კორინთოში, მერე მეგარიდაში და გაიარეს ბეოტია. ბეოტია არის ქვეყანა, პროვინცია ბერძნული, რომლის მეთაური ქალაქი არის თებე. და თავის ძალმოსილებით თებე
მეოთხე ადგილს იკავებდა ბერძნულს ათენის და სპარტის მიერ, თებე და კორინთო იყო უკვე შემდეგ რიგში. მაგრამ თებე პელოპონესის ომების დროს რომელ კოალიციაში? თებე სპარტის. პელოპონესში არ შედის, მაგრამ პელოპონესის კავშირის მოკავშირე იყო ბეოტიის კავშირი. და მიზეზი სიძულვილი ათენელების იყო სახელგანთქმული პლატეა. პლატეა იყო ბეოტიური ქალაქი, მაგრამ ათენის მხარეზე იყო და ამის გამო მტრობა ჰქონდათ ათენელებთან. თებელებს, ანუ ბეოტიელებს, ხო? 382 წელს სპარტის ჯარმა ჩაიარა ბეოტიაში. თებეს ჩაუარა, ახლა გზა ასე მიდის იქეთ ჩრდილოეთში, ოლინთოსკენ. თესალია უნდა გაიარონ, მე მაკედონია და მე შედიან ქალკიდიკის სივრცეში, ხო? თებიდე არის სარდალი სპარტის ჯარის. ხო და ამ დროს თებეში არის ასეთ სიტუაცია, ხო? მე ვფიქრობ, რომ უნდა დავახასიათო ახლა ბეოტიის კავშირი როგორია და თვითონ თებე რანაირი ქალაქი არის ახლა. ბეოტიის კავშირი არის სახმელეთო კავშირი, ზღვაზე მანდამაინც არ გამოირჩეოდნენ, მდიდარი მიწებით, საკმაოდ დიდი ლაკედემონის მერე მეორე ტერიტორია ჰქონდა ბეოტიას. მდიდარი მიწები ჰქონდა, ამიტომ ვისაც მიწა ჰქონდა მდიდარი, ზღვაში ადამიანის გასვლა ზღვაში იძულებითია. საჭიროებიდან არ აქვს, თავი უნდა შეინახო. ასე იყვნენ ფინიკიელებიც და მაგალითად ბერძნებს, ათენელებიც, ხო, ატიკა არ იყო მდიდარი მიწით რა. ხო. ბეოტიის ესენი მოკავშირეები იყვნენ ომში. სპარტის ბეოტიის კავშირი, მაგრამ ანტალკიდეს მშვიდობის მიხედვით ბეოტიის კავშირიც დაიშალა. ცალ-ცალკე არის. ხა როგორ იმართება ბეოტია? მთავარი ქალაქი არის თებე, ირჩევენ ორ პოლემარქოს, ანუ სარდალს, მაგრამ ქვეყანას მართავენ ეგრეთ წოდებულ ბეოტარქები, ანუ ბეოტიის მეთაურები. რამდენს ირჩევდნენ ზუსტი ციფრი არ არის, თუმცა თანამედროვე მეცნიერები შეთანხმებულები არიან, რომ 11-ს ირჩევენ. ათენში 10 სტრატეგოს ხო ირჩევდნენ. აქ ირჩევენ 11 ბეოტარხს. აქედან 4 არის თებეს კვოტა. დანარჩენი არ მოდის თესპიაზე და ასე შემდეგ. პლატეას ეკუთვნოდა ერთი ბეოტარქი, მაგრამ პლატეა არ ეკარება ამათ. ვიცით, რომ რამოდენიმე ადგილზე 11-ს ასახელებენ ბეოტარქს. ზოგან ასახელებენ 6-ს. ასე რომ, მაქსიმუმ ციფრი რაც ვიცით, ჩვენ ბევრი არ ვიცით ბეოტიის შესახებ რა და თებეს შესახებ. როგორც ჩანს 11 ბეოტარქი ყავთ, ისინი მართავენ ხო. აქაც იცვლება, ხან დემოკრატები მართავენ, ხან ოლიგარქები მართავენ. ახლა ეს თებელები და ეს ბეოტიელები როგორები არიან ხო ახლა? ათენელებზე ვილაპარაკეთ, თავიდან სპარტელებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს ბეოტიელები რა ტიპები არიან? კულტურულად ესენი ჩამორჩებიან ათენელებს ძალიან. ესენი არ არიან არც დორიელები და არც იონიელები, ესენი არიან ეოლიელები, მესამე ტომი. ეოლიელები საფუძველი ითვლება, რომ პელაზგების ბაზაზე ამოვიდა გაბერძნება მოხდა პელაზგური მასის. თებე ძველი ქალაქია. თებეში დაიბადა ჰერაკლე. გმირი, მთავარი გმირი. ლეგენდარული გმირი, ხო, მითოლოგიური გმირი. ძველი ქალაქია. კადმეა არის მის, აი როგორც ათენში აკროპოლისია პართენონი, ისე კადმეა არის მთავარი ციხესიმაგრე ამ ქალაქში, თებეში. თებელები როგორები არიან? არ იტაცებთ არც ფილოსოფია, არც ხელოვნება, არც პარტიის გაწვრთნის წესი, მაგრამ ფიზიკურად არიან გიორგი ძალიან ძლიერები. ძალიან უყვართ კრივი და ჭიდაობა. გახსოვს ჩვენ როცა ოლიმპიადაზე და საერთოდ ისთმოსის თამაშებზე და ნემეის თამაშებზე რომ ლაპარაკობდით ხო და იგივე იმაზე აპოლონის დღესასწაულზე ხო პითიას თამაშები. იქ აი გამძლე სპორტი რაც არის სირბილი, თქვა იარაღის სირბილით ეს სპარტელები იყვნენ. ცხენებში ათენელები დიდრები იყვნენ, ყველას გაიცხენები ალბათ. თუმცა ბეოტიელებს კარგი კავალერია ყავთ, ამ ველებზე კარგი ჯიშის ცხენები ყავთ. სხვათა შორის
ბერძნებში ყველაზე კარგი კავალერია ყავდა ჯერ თესალიელებს და მერე ბეოტიელებს. ეს გამოჩნდება დღევანდელ ჩვენ საუბარში. მაგრამ ჩხუბში, ანუ კრივში და ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონებს ესენი არიან. უყვართ ჭამასმა. ხრეობა უყვართ. ათენელები დასცინოდნენ ეს ახლა ეს დახვეწილი იონიელები ხო იცი? დასცინოდნენ და სხვათა შორის უკან საყივარ სიტყვას ეძახოდნენ თებელებს ბეოტიელი ღორები. ესე ეძახოდნენ. მაგრამ არიან სამხედრო საქმეში უდისციპლინოები არიან, მაგრამ თუ ვინმე გააწვრთნის ამათ, კარგი მეომრები არიან. და არაერთხელ დაადასტურეს თავისი ბრძოლის უნარიანობა, არაერთხელ ათენელები დამარცხებული იყვნენ. სპარტასთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. მერე აქაც ორი დაჯგუფება თებეში. არის დემოკრატიული დაჯგუფება და არის რა ქვია, ოლიგარქების სათავეში არის ლეონტიადე. ისმენიოსი არის დემოკრატების მეთაური. და ასეთ ვითარება და გამზადებული არიან, როდის დაერევიან შიგნით ერთმანეთს. ეს დემოკრატები და ესენი ოლიგარქები. თუმცა დემოკრატები მართავენ ქალაქს. როცა ამ ფებიდემ ჩამოიარა ჯარით, სპარტელმა, სარდალმა მიდის ოლინთოს გასატყავებლად. ჩtildeოეთში და ეს ლეონტიადე რო ჩაიარეს, ქალაქს ჩაუარეს რა. ვიჟო ამ სპარტის ჯარს მოსდევს ვიღაცა ცხენით უკნიდან. მოვიდა ეს ცხენოსანი, მივიდა ამ ფებიდესთან სარდალთან. ეს ლეონტიადეა, ოლიგარქების ბელადი. ეუბნება ასეთ რამეს, რომ ქალაქშიო დემოკრატებიო მართავენო. ახლაო დაცული არისო ქალაქიო. ვიცა ცარიელი არისო ქალაქიო. არის დღესასწაული, ქალთა დღესასწაული, როცა მამაკაცები გადიან ქალაქიდან. ხშირად იყო ასეთი, მარტო ქალების დღესასწაული. მამაკაცებისგან დაცლილი არიან, უმეტესად სოფლებში არიან წასულები. ცარიელია ქალაქი. მაგ დროს ქალებს ასვენებდნენ თუ თვითონ ისვენებდნენ? ქალები არიან ქალაქში დარჩენილი. დღესთვის, მაგრამ დღესასწაული. ისე როგორც პირიქითაც იყო, მარტო ხა ელევსინის ისტორიები რო გითხრათ, ის მამაკაცების. შემოდით და კადმეა დაიკავეთ. და დამამხობიეთო ეს დემოკრატები. ისმენიოსის მეთაურობა. დემოკრატები თქვენ ხო ჩვენსკენ ახართ ოლიგარქებისკენ. პარტიის საგარეო პოლიტიკა არის დაჭერა ოლიგარქიაზე ხო. ამ ფებიდეს ჯგუას ჩაუშდა, მოუბრუნდა და შევიდა დაუცველ ქალაქში და კადმეა დაიჭირა ეს აკროპოლის. მარტო ქალები სადაც იყვნენ. ხო, ნუ აფერც არ მომხდარა, გამოვიდნენ ქუჩაში, ესე ხედავენ, სპარტელები შედიან იმაში. მოულოდნელობა რა. დაიკავეს ესა და დაიწყეს ამ დემოკრატების ხოცვა-ჟლეტა. მერე ეს ისმენიოს დაიჭირეს. ორი ვერსია არის, ერთი თვითონ თებეში დასაჯეს სიკვდილით, მეორე სპარტაში ჩაათრიეს და იქ მოკლეს. სპარტელებმა? სპარტელებმა გადაიყვანეს და მოკლეს. 400 კაცზე მეტი გაიქცა ათენში. ათენში გაიქცნენ დემოკრატები. ვინც გადარჩა. ტერორი დაიწყო, სისხლისღვრა დაიწყეს. ეს სპარტელების დახმარებით ეს ოლიგარქები, თებელი ოლიგარქები დაერიან ამ თებელ დემოკრატებს და 400 კაცმა გაასრო. მათ შორის არის დიდებული გვარის წარმომადგენელი პელოპიდე. ერთ-ერთი მათთაგანი ათენში გაიქცნენ, ახლა ათენში დემოკრატია ისევ რა. ეს ხდება 382 წელს. საშინელი ტერორი დაიწყეს. ამბობენ, რომ 1000 კაცზე მეტი მოკლეს. ეს ნუ ჩვენ ვლაპარაკობთ გაველურებას, ნეობის. ხო? გრძელდება ეს წარმატებით. ბერძნები წარმატებით ჟლეტენ ერთმანეთს. თან თანამოქალაქეები. ნუ მივიღეთ ასეთ სიტუაცია, მივიღეთ რა, რომ დაიკავეს კადმეა. დაიკავეს თებე. სახელოვანი ქალაქი თებე, ლამის მესამე.
ბრძოლაში კორინთელებს ჯობდნენ ესენ. ათენელებსაც ჯობდნენ და ესენ სახელოვანი ქალაქი, თებე ბეოტიის კავშირის მთავარი ქალაქი, ასე უპრაკუნო შემოვიდნენ ესენ სპარტელებს დაიკავეს. დიდი ამბავი ატყდა ელადაში. რომ ეს რა ქნეს? სპარტელები რევს კადრულობენ საერთოდ. ეს როგორ შეიძლება? ხოთეშვილი სპარტაშიც ამბავი ატყდა. ამ ფებიდეზე არის ერთი ამბავი, რომ ეგ როგორ გაბედა, ბრძანება არ ქონდა, როგორ შეიძლება თებე, რომელიც ჩვენ ძველი მოკავშირე იყო, როგორ შეიძლება ჩვენ თებელებს ასე მოექცეთ რა. დიდი ამბავი ყაყანია სპარტაში და ეს აგესილა ეს სახელოვანი კოჭლის არდალი, ვეტერანი. ხო აგე მეფე აგესილაემ თქვა რომ კარგითო ხო გასაგები არის ახლა ფებიდეო დავსაჯოთო. მაგრამ გარნიზონი დარჩეს იქ. არ გამოვიყარეთ. შესრულები ვერ დავი. რა ხა ხო რატო გამოვიდეთ ახლა რა. სირცხვილი ვჭამეთ, თავზე ლაფი დავისხით, ყველაფერი ვქენით, ცოდვა ჩავიდინეთ, ცუდად მოვიქეცით, მაგრამ შევირგოთ ახლა ეს ცუდად ქნდება რა. ეს ფებიდე დაიბარეს სპარტაში. ხო ყველა ელოდება რომ სიკვდილი დაჟიან ამას რა, მაგრამ არ დასაჯეს ჯარიმა გადაახტეს, ფულად ჯარიმა. მეტი აფერი. ანუ სპარტამ შეირგო თებეს დაკავება. ამ დროს თებეში ცხოვრობს თავარ გმირზე გადა მე ვფიქრობდი რომ შუაში მელაპარაკავ. აი ცოტა უცნაური მოგზაურობა გამოგვიონ და თავარი სოლის თავარი გმირი აი ამ ამბის შუაში გამოჩნდება. მაგრამ ნუ ახლა აინც გადმოუწიოთ ჯობია რომ ამ დროს ქალაქში ცხოვრობს ასეთი კაცი ეპამინონდე. დიდებული კაცი არის რა. წარმოშვებით, მაგრამ გაღატაკებული გვარის არის. ამისი არის პოლიმნიდე. ძველი თებეს გვარი არის, მაგრამ ღარიბები არიან. მაგრამ ეს ეპამინონდე ძალიან განსხვავდება დანარჩენი თებელებისგან. რატომ? იმიტომ ამისმა ჩამოუყვანა მასწავლებელი. ხა საერთოდ ასე იყო არისტოკრატებს დიდნენ ფილოსოფოსები და კარგი მასწავლებლები ყავდათ და ესენი. ეს არის ლისიდე, რომელიც არის პითაგორელების სკოლიდან. ახლა ამას ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ, რა არის პითაგორას სკოლა. საერთოდ პითაგორა გაგვივლია ყველას და სკოლიდან ვიცით. პითაგორა არის ძალიან დიდი გამოცანა მსოფლიოს ისტორიაში და დღემდე აქტუალური ამბავია. ეს არის კაცი, რომელმაც ახალი მოძღვრება შექმნა. პითაგორა თვლიდა, რომ სამყარო არის რიცხვები. რიცხვებით აწყობილია საერთოდ სამყარო. ციფრებს არ ვამბობ, იმიტომ ციფრი არაბული სიტყვებია, ეს არაბებისგან რიცხვებისგან შედგება სამყარო. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. გარდა ამისა, პითაგორას ხოთაშვილის ბევრს გონია ბერძენი, არ არის ბერძენი, ფინიკიელი იყო. მამისი
ნესარქე ერქვა მე მგონი, იყო ტვიროსში დაიბადა, ფინიკის ქალაქ ტვიროსში და მე ოჯახით გადავიდა კუნძულ სამოსზე. სამოსის მოქალაქე გახდა. ხო, და იქ გაიზარდა პითაგორა, ბერძნული კარგად იცოდა, ბერძნულ გარემოში გაიზარდა, მე წავიდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო წავიდა დიდ საბერძნეთში, იტალიაში, სამხრეთ იტალიაში და იქ კროტონში ცხოვრობს, დიდი ქალაქი კროტონი. იქ შექმნა ეგრეთ წოდებული სკოლა, პითაგორას სკოლა. ეს იყო მერე, აი ახლა მომივიდა აზრად გიორგი რაფაელს აქვს დახატული ეს ათენის სკოლა. სადაც ჩვენში პლატონი და არისტოტელი. იქ არიან მსოფლიოს დიდი მოღვაწეები, დიდი მოაზროვნეები ყავთ და დაახლოებით 40 კაცია იქ. მერე ხო არ გავაკეთოთ ჩვენ მოგვიანებით აი ყველაზე გადაცემა. ამ დიდი სკოლების ამ იქ ზარატუშტრაც არის, დიოგენიც არის, პითაგორაც არის, ალკიბიადეც არის, სოკრატეც არის. ძალიან საინტერესოა. ხო და აი ახლა გამახსენდა, იმიტომ რომ როცა პითაგორაზე ვლაპარაკობს, ეს სურათი მიდგას, თორე ათენის სკოლა ასე ქვია რა, რაფაელის სურათია ეს, ფანტასტიკური. ცნობილი სხვათა შორის ჩვენი ტელემაყურებლისთვის, ხო, იქ არიან ბევრი სხვადასხვა ეპოქის დიდი მოაზროვნეები არიან. ხო და პითაგორამ შექმნა სკოლა იქა, რომელიც საიდუმლო ორგანიზაცია იყო. ბევრი თვლის, რომ მასონური ლოჟის პროტოტიპაჟია. ასევე ითვლება პირველი ქრისტიანების, აი მონასტრული ცხოვრების. აი როცა ქრისტიანობა ახლო აღმოსავლეთიდან და პალესტინიდან გამოვიდა და ბერძნულ ფილოსოფიას დაემყნო და მე მოაზროვნე ქრისტიანობა რო შეიქმნა და ჩვენ გვილაპარაკია, ხო? ქრისტიანობა პლუს ბერძნული ფილოსოფია და რომაული სამართალი, ესაა ევროპა. ხო? აი როცა უკვე ბერძნული ფილოსოფია და ქრისტიანობა ტრობიდან მოყრობაზე გადავიდა, შეჯვარება, სინთეზი დაიწყო, აი მაშინ მაგალითად ძალიან ბევრი რამე პითაგორასგან გადმოიღეს. მაგალითად ასკეტური ცხოვრება. ვეგეტარიანელობის ავტორია, იცით თქვენ პითაგორა. ვეგეტარიანელობა ტერმინს ამდე შემოვიდა და უხორცო, ანუ მარხვას ეძახოდნენ პითაგორას დიეტას, ბერძნები. პითაგორამ უდიდეს გავლენა მოახდინა მეცნიერებაზეც, ეზოთერიზმზეც, ოკულტიზმზე. აი როზენკრეიცერები, მერე გვიან ილუმინატებიც, ლოჟები რაც ამო პითაგორას სისტემიდან რაღაცები აღებული აქვს. პითაგორას გავლენა ჰქონდა კოპერნიკზე, კოპერნიკის შრომებზე, როგორც მეცნიერს, კეპლერზე, ნიუტონზე. თქვენ წარმოიდგინეთ. აინშტაინს კითხეს, ვინაა პირველი მეცნიერი? ალბერტ აინშტაინს. ალბერტ აინშტაინმა თქვა, პითაგორაა პირველი მეცნიერი. ხელოვნებაზე, პოეზია, შექსპირზე აქვს ვენეციელ ვაჭარში აქთის ხსენებული. პლატონზე აქვს გავლენა, მერე ციცერონი დაახლოებით 500 წლის მერე ჩადის და პითაგორას ნაკვალევზე დადის. პითაგორეიზმი რა არის? ეს არის ასკეტური ცხოვრება, სულის უკვდავება და მათ შორის რეინკარნაცია. პითაგორას იდეაა. ამბობენ, რომ თითქოს და ზარატუშტრასგან გადმოიღო. არის ანაქრონიზმი არის ახლა, რომ იძახიან, რომ ვითომ ზარატუშტრა და პითაგორა ერთ ეპოქაში არ ცხოვრობდნენ. ამას მოვლილი აქვს ეგვიპტე, მოვლილი აქვს ბაბილონი, მოვლილი რაღაცეები ნასავლი აქვს ქურუმებისგან, მოგვებისგან. დიდი ცოდნის კაცი იყო პითაგორა. თორცდები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე შეიძლება ვცდებოდე მის გამოსახულება გარედან. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ შეიძლება არ ვცდებოდე. ძალიან ისეთი იყო რა, ну არ ვიცი ხა, მასონების ისა, დანტე ალიგიერზე აქვს გავლენა მაგალითად. პითაგორას დიდი კაცი იყო და უცნაური. და შექმნა საიდუმლო ორგანიზაციები რა. სულის უკვდავება, რეინკარნაცია, მისგან მოდის და ყოველ შემთხვევაში დასავლურ აზროვნებაში და მე ძალიან რთული იყო ამ ორგანიზაციის წევრობა. შენ რომ შესულიყავ მათ წევრი რომ გამختارიყავ, პირობები იყო. მარხვაზე უნდა გადასულიყავ, ხორცე უარი უნდა გეთქვა.
5 წელი და 5 წელი დუმილი უნდა ქონოდა. მარტო უნდა მოგესმინა. მისი ნახაზები, დუმილი რას ნიშნავს? უბრალოდ ბევრი აღარ უნდა გელაპარაკა თუ საერთოდ სიტყვა არ უნდა დაგეძრა. 5 წელი მოსამზადებელი იყო ამ საიდუმლო სკოლის წევრი რო გამختارიყავ 5 წელი უნდა დადუმებულიყავ. გასაღებ პირზე. საოცრად. ხო, უცნაური ამბავია. და დიდი გავლენები მოიპოვეს, განსაკუთრებით აი დიდ საბერძნეთში, სამხრეთ იტალია, არენტი, რეგიუმი, ეს კროტონი საერთოდ ხელში ჩაიგდეს ლამის. მე ქონდა თავის ჟესტიკულაცია, ერთმანეთს ცნობდნენ, მე მასონები რო გადაიღებენ. ანუ თანამედროვეობაზე და შუა საუკუნეებზე და თანამედროვე, ანუ მეცნიერებაზეც, ოკულტიზმზეც ისა რა ქვია, აი ყველაფერზე ამაზე გავლენა ჰქონდათ. ხო, მისი სიმბოლოები მე მასონების სიმბოლოები გახდა. რაღაც ნახაზები ჰქონდა პითაგორას და ერთ სიტყვით ეს ლისიდე მე იქ ისა დაერიენ ამათ. და დაშალეს ეს პითაგორას სკოლა და ესე დაიფანტნენ პითაგორას მოწაფეები და ერთ-ერთი ასეთი დაფანტულთაგანი იყო ეს ლისიდე. რომელიც მასწავლებლად ჩამოიღო. მამამისმა ჩამოუყვანა, ეპამინონდას ძმაც ყავდა და შვილებს მიუხედავად იმისა, რომ გაღარიბებული იყო, სახლში მიიღო. ხო, მასწავლებელი ხდებოდა, სხვაგან არ მიდიოდა, სახლში ცხოვრობდა შენთან რა. ამის მეორე მამა გახდა ეპამინონდას ეს ლისიდე, აი ამ პითაგორეიზმის მიმდევარი გახდა, ეს ძალიან ასკეტურად ცხოვრობდა. მაგალითად, როცა ტანსაცმელი ერთი ხელი ტანსაცმელი ეცვა ეპამინონდას, როცა შესაკემსი ქონდა ტანსაცმელი, მეორე ოთახში მონა როცა უკერავდა, უკემსავდა, მეორე ოთახში შიშველი იჯდა ეპამინონდა. როცა თანამდებობაზე არ იყო, აი ეს ეპამინონდა გახდება ჰეგემონი საბერძნეთის, ხო, როცა თანამდებობაზე არ იყო, რა თმუშაობდა ხო იცი? მეზოვე იყო თებეს ქუჩებს გვიდა ეპამინონდა. გენიალური კაცი, დავიმახსოვროთ ახლა ეს ჩვენ. ხო და ნუ მოხდა აიღეს რა კადმია, ხო და თებეში დიდი უკმაყოფილება 3 წელიწადზე მეტხანს იყვნენ რა ისა, მაგრამ ნუ ახლა ეს გაქცეული ემიგრანტები არ ჩერდებიან ახლა გარეთ რა. ხო და დაგეგმეს შეთქმულება ათენში. ესენი უნდა დახოცონ ოლიგარქები. ეონტიადე და ესენი კვლელები. ანუ რევანში იგეგმება. სპარტელები ჯერ კიდევ დგას? დგას, იქა დგას, მაგრამ ამათმა ოლიგარქები ახლა დემოკრატები გაქცეულები ხო ისე როგორ გაჩერდებიან, ათენში მხარდაჭერა აქვთ, ის აქვთ და რევანშიც ფიქრობენ და დაგეგმეს ერთი სიტყვით რა. 379 წელს იქ ბევრი პერიპეტიები ახლა არ გავჩერდები რა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ დაგეგმეს. ჯერ შემოიპარა 12 კაცი ქალაქში. ზოგი მონადირის ტანსაცმელში, ზოგი გლეხების ტანსაცმელში. ეპამინონდა დარჩა იმაში, რა ქვია, თებეში, არ წავ. მან არ მიიღო არც დემოკრატების ჟლეტაში ამ დაპირისპირებას არიდათ, როგორც პითაგორას მიმდევარი ამბობს, რომ მე არ ვერევი ამ საქმეებში, პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ აშკარად დემოკრატების მხარეზე და თავარა ის არის დიდი მეგობარი იმ პელოპიდეს, რომელიც ათენში გაიქცა. ესე მეგობრები არიან 385 წელს მანტინიასთან ბრძოლაში ეპამინონდამ გადაარჩინა პელოპიდე. დიდი მეგობრები არიან. ის დიდარი არისტოკრატი, ეს ღატაკი არისტოკრატი, მაგრამ ეს ფილოსოფოსია რა, პითაგორას მიმდევარი. 12 კაცი შემოიპარა და დახოცეს ისე. იმათ ჰქონდათ ნადიმი ოლიგარქებს. ის ლეონტიადე არ იყო ამ ნადიმზე სახლში იყო. ეს 12 კაცი შევიდნენ და დახოცეს ისინი, ცოცხალი არ დატოვეს არცეთ და მე პელოპიდეს მეთაურობენ. მე ეს პელოპიდე და დანარჩენები შევიდნენ ლეონტიადეს სახლს მიადგნენ და იქ მოკლეს. სახლში შეცვლიდნენ და მოკლეს და ღამე ხდება ეს. სიცივეა ზამთარში ხდება ეს.
მაშინვე გაანთავისუფლეს პოლიტიკური ტყვეები ციხეებიდან და თებეში გამოვიდნენ ქუჩებში და ხალხს მოუწოდეს რომ გამოდით ამხობთ იმას რა ქვია თებელებმა დაიწყეს ახლა გამოსვლა რა თქმა უნდა ახლა ისინიც ჰარმოსტი ზის იქ სპარტელი 1500 კაცით დგანან იქ სპარტელები კადმე უყურებენ ქალაქში არეულობა ხო და სასწრაფოდ გააგზავნა ერთი ელჩი გაუშვა ამან სპარტაში მომეხმარეთ და მეორე გაუშვა თესპიაში და პლატეაში. პლატეა და თესპია სპარტის მხარეზე არიან ახლა. თესპია ჯერ თერმობილად ამოღოლებული. და პლატეა ხო აღადგინეს ამათმა სპარტელებმა, ამიტომ თესპია და პლატეა თებეს ტრადიციული მტრები არიან და თესპიელებს და პლატეელებს მოუწოდეს რომ სამდე სპარტის დიდი ჯარი მოვა მოსახმარებლად, მანამდე თქვენ მოგვეხმარეთ. მოვიდნენ ეს თესპიელები და პლატეელები, მაგრამ ესენი აჯანყებულები დახვდნენ გზაში და დაამარცხეს ისინი. და სასწრაფოდ თვითონ თებელებმა ათენში გააგზავნეს ელჩები რომ მოგვეხმარეთ ათენელებს. და ათენიდანაც მოვიდა დახმარება ორი სტრატეგოსი უდგას სათავეში ამ აჯანყებაში 5000 ათენელი მოვიდა და დაარტყეს ალყა იმას კადმეას სპარტის დიდი ჯარის მოსვლამდე ესენი უნდა გაყარონ და ჩაკეს სპარტიდან დაიგვისენ ხო სუიგვიანებდნენ დაიგვიანეს და ამა წყალი და საჭმელი არ აქვთ იქ კადმეაში და ჰარმოსტმა რომლის სახელი არაა ცნობილი სარდალმა, ანუ გუბერნატორმა სპარტის დანებება შესთავაზა და გაგვატარეთ იარაღით, წავალთ სპარტაში და რაც გინდათ ისქენთ ისევ გიტეხიათ მანდ. გაატარეს ამგენ, გაუშვეს. იარაღი ჩაივარეს. არა, იარაღით წავიდნენ, ახლა სპარტელი ფარსვის დაუტოვებდა, ახლა ეს გამორიცხული, აუშვეს ეს ამოვიდნენ. წავიდნენ სპარტაში, ამათმა დაიწყეს კონტრტერორი და დაერიენ იმათ. ოლიგარქებს დაერიან სასტიკა, რაც არავის არ გავკვირვებია ეს ამბავი. ათენელებიც მოვიდნენ ახლა რა თქმა უნდა და ეს რო ჩავიდა ეს ჰარმოსტი სპარტაში სიკვდილით დასაჯეს, რომ როგორ მიატოვე შენ კადმეო. და სპარტამ დაიწყო ეს რა ქვია, მზადება ლაშქრობის, შეურაცხყოფა მიაყენეს. ასე კუდამოძრეებული გამოიქცნენ ეს ელა და სპარტის ჭკუაზე რო დადის, იმიტომ დადის შიშის გამო დადის, თორე სპარტა არავის არ უყვარს და არავის რიდი არ აქვს მისი, ამიტომ ლაშქრობა დაგეგმეს და მაშინ სპარტაში ორი მეფეა, როგორც ყოველთვის, ერთი აგესილაე და მეორე კლეომბროტე. ეს კლეომბროტე დაიძრა დიდი ჯარით. ხო, იმავე ზამთარში. დიდი ჯარით დაიძრა და ეს თებელები და ათენელები გამაგდნენ თებეში, თებეს აღება ცოტა რთული ამბავია რა. ეს კლეომბროტე მოკავშირე ქალაქში თესპიაში გამაგრდა და ათენშიც და თებეშიც გააგზავნა ელჩები, რომ დასაჯეთ ეგენი დემოკრატები დასაჯეთ. ვინც ოლიგარქები დახოცა, იმათი მკვლელები გადმომეცით. მაგრამ ეს ზამთარი იყო და თან შიშიც ქონდა ახლა რომ ეს თებელები უკვე იწყებდნენ მობილიზებას ათენიდან შეიძლება ზურგიდან დაერტყათ და თან საშინელი ზამთარი დადგა. აი იძულებული გახდა ეს ქადილი დატოვა რომ და ჩააბარეთ ტყვეები თორემ ცუდ საქმეს დაგმართებდა და დატოვა ეს ისა რა ქვია თესპია, თუმცა იქ ჯარი დატოვა, გარნიზონი დატოვა და სარდლად დატოვა სფოდრიოს, ასეთი სპარტელი ოფიცერი. ათენში ატყდა პანიკა. შეეშინდათ ახლა ეს კლეომბროტე რომ მოვიდა და გაბრუნდა, ახლა სპარტა კიდე მოვა. და დაგვსჯიან. ათენში ახლა სპარტით არიან დაკომპლექსებულები და ათენში დაიწყო პანიკა გიორგი და გადაწყვიტეს რომ იქნებ მოვინანიოთ სპარტასთან ისევე ავადგინოთ ეს მშვიდობა და დააბრალეს იმ ორ სტრატეგოს რომელიც მიეხმარა თებეს. ის ორი სტრატეგოს დასაჯეს სიკვდილით დასაჯეს და აპირებენ კაპიტულაციას ბოდიშის მოსახდელად ამბები ისინი, მაგრამ ახლა ეს პელოპიდე რა შვება. საინტერესო ამბავია რა. ბეოტარქად აირჩიეს, უფრო ხო, ბეოტარქად აირჩიეს პელოპიდე და გორგიდე, ორნი ეს აჯანყები დემოკრატები.
არის ასეთი ვერსია და ცნობა არის, რომ ათენელები რო სპარტის მხარეზე არ გადასულიყვნენ, ანუ სულ მოკლეობა არ გამოეჩინათ და თებე მარტო რო არ დარჩენილიყო, ამათმა თითქოს და ეს სფოდრიოსი მოისყიდეს. მოსყიდვა რაში მდგომარეობს, რომ სფოდრიოს თხოვეს, რომ დაესხიათენს. და სფოდრიოს წამოვიდა ათენის დასაწიოგებლად. ახლა აღარ გამოდის ახლა ხო შვიდო როგორ აგერ შემო. ათენის აღება უნდა, მაგრამ გზაში რაღაც საქონელი და ისინი მოიტაცა და რაღაცებს სოფლებს დაერია რა. და ათენელებმა მოასწრეს მობილიზება იქ და თებელები და ათენელები აქედან გამომდინარე გახდნენ მოკავშირეები. სფოდრიოსმა ბევრს ვერაფერს ვერ მიაღწია და წავიდა. მაგრამ ახლა ამ დროს, როცა ეს სფოდრიოსი გარეუბნებს არბევს, ათენში არიან სპარტელი ელჩები და ათენელებმა ესენ ტყვეთა იყვანეს ეს ელჩები, რომ ნახე რა შვება თქვენი სარდალია. იმ ელჩებმა უთხრეს, რომ ჩვენ არ ვიცით არაფერი ამის შესახებ. გაგვიშვით და მოვაგვარებთ ამ საკითხს, იმიტომ რომ სფოდრიოს მართლა არ ქონდა ბრძანება ათენზე თავდასხმის პარტიდან და ელჩებმა შეპირდნენ, რომ თუ გაგვიშვებთ, ჩვენ ამას გავასამართლებთ. სფოდრიოს. გამოუშვეს ის ელჩები ათენელები. ელოდებიან პასუხს პარტიდან სასამართლო დაინიშნა. სასამართლო დაინიშნა გაამართლეს ეს სფოდრიოს. ათენელებმა საბოლოო ჯამში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აჰა, ასე არის ხო, მაშინ ჩვენ თებელებთან და ორი ძლავრი ქალაქი თებემ და ათენმა დადეს კავშირი. მეთაური ამ ყველაფრის არის, რა ქვია, გორგიდე და პელოპიდე. ჯერ ეპამინონდზე, ეპამინონდე, ასე რა, ეპამინონდას არის ბერძნულად, მაგრამ ახლა ჩვენ ქართულ ფორმაციას ვამბობ ეპამინონდე. ეპამინონდე ჯერ არ ჩანს. მომავალ 378 წელს სპარტელებმა დიდი ლაშქრობა დაიწყეს, ეს მეფე აგესილა ეწამოვიდა. ეს გმირი მეფე, ხო, კოჭლი მეფე, 20,000-იანი არმიით დაესხნენ, თებეს ვერ იღებენ, თებელები გადავიდნენ პარტიზანულ ომზე რა. ანუ ეს ლაშქრობა საბოლოო ჯამში არაფრთ არ დამთავრდა. აგესიელმა ააწიოკა ბეოტია, მაგრამ თებე ვერ აიღო. მომავალ წელსაც წამოვიდა. 376 წელს მესამე ლაშქრობა უკვე ეს სპარტელები ჯერ იყო კლეომბროტე და მეორეჯერ აგესილა. ვერ აიღეს, ვერაფერი ვერ ქნეს. თებე ამ ბრძოლაში იწვრთნება. პარტიზანობენ, ჯარსაც თრნიან და როგორც ჩანს ეს ეპამინონდეც ჩართულია ამ საქმეში. პელოპიდეა ბელადი მაინც რა და გორგიდე. მესამე წელსაც წამოვიდნენ. უფრო სწორად მეოთხე ლაშქრობა აგესილა წამოვიდა და ამ დროს უკვე რახან ათენს და თებეს კავშირი აქვს დადებული, თებე ხმელეთზე, ზღვაზე ათენი და ათენელებმა დაიწყეს მოქმედება. ამ პერიოდისთვის უკვე მათ მეორე არქე შექმნილი აქვთ. მცირე არქე, მეორე საზღვაო კავშირი და ძალიან გამოიჩინა თავი ადმირალმა ტიმოთემ, რომელიც არის აი დიდი კონონის შვილი. კედლები ვინც აღადგინა. ხო და 376-ში კერკირა წაართვა სპარტელებს. ანუ ათენი ფორმაში ზღვაზე ისევ ათენია რა. დაირღვა ყველაფერი ანტალკიდეს მშვიდობაც, ყველაფერიც ისიც, ყველაფერი. ანუ 4ჯერ ილაშქრეს, მაგრამ ვერაფერი ვერ ქნეს სპარტელებმა. 3ჯერ შემოვიდა აგესილაე, პირველი შემოვიდა კლეომბროტე. 375 წელს თებელებმა დიდი ზარზეიმით აღადგინეს ბეოტიის კავშირი. ანუ ანტალკიდეს მშვიდობა დაარღვიეს, ამ კავშირი აღადგინეს. და იმ წელს მოხდა პირველი გენერალური შეტაკება სპარტელებს და თებელებს შორის. პელოპიდე სარდლობდა, ტეგირასთან მოხდა ბრძოლა, სადაც თებელებმა გაიმარჯვეს. სპარტელები დაამარცხეს. დაამარცხეს თან ღია ბრძოლაში და სარდალი იყო ეს პელოპიდე. ამ ბრძოლაში საფუძველი ჩაეყარა ეგრეთ ელიტური სამხედრო შენაერთი 300 კაციანი, ეს არის წმინდა რაზმი. თებესისა, რომელიც მერე მთელი თაობის განმავლობაში არც ერთ მარცხს არ განიცდის, რა წმინდა რაზმი შეიქმნა.
და საბერძნეთში არის ამბავი, რომ ნახე ხმელეთს ისა თებელებმა სპარტელები დაამარცხეს. ამბები სიურპრიზები ხდება. აჰა. და რაც თავარია მოკავშირე გამოიყვანეს ომიდან, ფოკიდას დაესხნენ, თავზე ფოკიდა ბეოტიის თავზე იყო, ყოველთვის ფოკელები იყვნენ სპარტის მხარეს. ფოკიდა დაამარცხეს და გაიყვანეს სპარტის მოკავშირე, ანუ ჩახსნეს ეს არა. მაგრამ მე ერთი ამბავი ხდება 371 წელს ათენი პატიოსნად მოკავშირეობს რა თებეს. და პატიოსანი მოკავშირეებიან ერთმანეთს, 371 წელს თებელებმა შეცდომა დაუშვეს. პლატეა აიღეს. პლატეის აღება ხა კი სპარტელების მხარეზე იყვნენ ისინი, მაგრამ პლატეა ძმათნაფიც ქალაქი. ათენის, ხო. პლატეა აიღეს და ათენი ჩაეხსნა თებეს. ეს ვერ აპატიეს. თებე აღმოჩნდა მარტო. ამ ხახად აღებული სპარტის წინააღმდეგ და სხვათაშორის ბერძნულ ქალაქებს ძალიან ცუდი რეზონანსი ჰქონდა. აქამდე ბერძნულ ქალაქებს თებელების მიმართ სიმპათიები იყო, სპარტელები ყველას ხელში ყავდა თამასული, ხო, მაგრამ პლატეის აღების მერე ეს მორალური უპირატესობა დაკარგეს თებელებმა. ახან ათენი ჩაეხსნა, ათენმა თხოვნა გაუგზავნა სპარტას, რომ შევრიგდეთ. ჩვენ თებესკენ აღარ ვართ, პლატეას ვერ ვაპატიებთ მაგას, ხო. აგესილაე მოიწვია ისა დიდი რა ქვია, სამშვიდობო კონფერენცია სპარტაში, რომ ჩამოდით ყველა. და შევწყვიტოთ ომი, აღარ გვინდა. თებელები ჩავიდნენ, გააგზავნეს უკვე შემოდის ეს ეპამინონდე. ეპამინონდე არის უკვე ბეოტარქია. 371 წელს ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ის არჩეულია ბეოტარქად. მართლ საბჭოში შედის. მართლ საბჭოში შედის და გააგზავნეს როგორც ერთ-ერთი. ხო. ახლა 11 იყო იმ დროს თუ რამდენი იყო არ ვიცით ჩვენ, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ბეოტარქია. და მას დაავალეს ელჩობა სპარტაში, მან უნდა დაიცვას ახლად აღდგენილი ბეოტიის კავშირის ინტერესები. სპარტაში შეიკრიბენ აგესილაე არის წამყვანი ფიგურა, სპარტის მეფე, ვეტერანი, დიდი ავტორიტეტი, მთელი საბერძნეთია ჩასული. შეთანხმდნენ, რომ სპარტა ყველა ქალაქიდან გაიყვანს ჰარმოსტებს და გარნიზონებს და ყველა ქალაქი ცხადდება დამოუკიდებლად, ისევ დასტურდება და ყველა ქალაქმა ცალ-ცალკე უნდა მოაწიროს ამ ხელშეკრულებას ხელი. კი ბატონო. გამოვიდა ეპამინონდე სიტყვით, იქ ჩაწერეს გრაფაში ეწერა თებე. ეპამინონდემ თქვა, რომ ეს თებე არა, მე ბეოტიის სახელით ვარ მოსული. მთელი ბეოტიის. მთელი ბეოტიის სახელით. აგესილაემ თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში ბეოტიური ქალაქები ცალ-ცალკე მოაწერთა ყველა. და შენცო ცალკე მოაწერთ. ეპამინონდემ უთხრა, მაშინო შენო ლაკონიკის ქალაქებსაც ცალკე მოაწერიო, ეგრეო, თუ სამართალია და თუ თანასწორობა, ხო აქ წერია, რომ ყველა არის თანასწორი. მაშინ გაანთავისუფლა. და ძალიან ცუდი საუბარი ამ კონგრესის თვალწინ მთელი ელადის ქალაქებიდან, რამოდენიმე ათეული ქალაქიდან არიან ჩასული, ეპამინონდესა და აგესილაეს შორის მოხდა ძალიან სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება. აგესილაემ თქვა, რომ მაშინ თებე არ მოაწერს ხელს ამას. თქვენ აღარ მოაწერთ და ყველა მოაწერა ხელი თებეს გარდა. ომია. მაგრამ ომია თებესთვის ძალიან ცუდ პირობებში, გიორგი. მარტოა თებე. ყველა დაეთანხმა, ყველა მშვიდობაშია. ათენიც აღარ ყავს. არა, ათენი ჩაეხსნა, ის პლატეა ვერ აპატიეს რა. ხო და იმავე წელს დიდი ჯარით 371 წელი არის, დიდი ჯარი, ძალიან დიდი ჯარით, მთელი პელოპონესის ჯარით წამოვიდა კლეომბროტე. აგესილა იმ დროს როგორც ამბობენ იყო ავად. ეს მეორე მეფე წამოვიდა, კლეომბროტე წამოვიდა, დიდი ჯარით წამოვიდა. ერთმანეთს შეხვდნენ ლევკტრასთან, ბეოტიის ქალაქი არის ლევკტრას ველი არის, ასე ქვია, იქ შეხვდნენ, იქ მოვიდნენ. სპარტელები არიან 10,000 ქვეითი და 1000 მხედარი.
თებეშია დიდი არეულობა. თებეს არ აყავს სამხელა ჯარი და იქ სახალხო კრებაზე წავიან, ნუ გავალთ, ქალაქი დავიცვათ, ველზე მოგვერევიან, მაგდენი არ ათახა. თებელები არიან 6000 ქვეითი და 1500 მხედარები. კავალერიაში ჯობნიან. მაგრამ ნუ ქვეითა ფალანგა ეს. ეპამინონდე გამოვიდა ბრწყინვალე სიტყვით და გავიდეთ და ვეომოთო რა. საამდე უნდა ვიყოთ ასე. და ჩვენ თუ ახლა მოვერევით მაგენს გადავტეხავთ ყველაფერსო რა ჩვენ ბედსაცო და ჰელადის ბედი ყვალსაც გამოვიდნენ 6000 7000 ანუ 7500 არიან თებელები ბეუტიელები და 11000 არიან ისინი ახლა აქ ხდება ერთი ამაზე ცალკე უნდა გავჩერდოთ აქ ხდება მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, იმიტომ ამაზე ნებისმიერ სამხედრო ოფიცერი დამეთანხმება, რომელიც ახლა ჩვენ გვისმენს, დაბალი, მაღალი რანგის, ხდება ნოვაცია, რომელიც იმოქმედებს მერე მთელი მსოფლიო სამხედრო ტაქტიკას. ეპამინონდეს ჰქონდა ახლა ციფრებზე, რიცხვებზე, პითაგორას მოძღვრებაზე გაზრდილი იყო და ის ყველაფერს უყურებდა როგორც რიცხვებს, ანუ თვლა იცოდა. აქამდე ბერძნული სამხედრო ისა ტაქტიკა ბრძოლის ველზე ორი ფალანგა ერთმანეთს ეტაკება. და როგორც წესი ყველაზე ძლიერი ნაწილი დგებოდა მარჯვენა ფლანგს. მის წინ დგებოდა მტრის ყველაზე სუსტი ნაწილი მარცხენა ფლანგი. ანუ იმასაც ასე ქონდა, ანუ ყველაზე ძლიერები ერთმანეთს არ ებრძოდნენ. ყველაზე ძლიერი იდგა ყველაზე სუსტის წინ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც და ბრძოლის დროს რომელი ძლიერი მხარეც აჯობებდა იმის სუსტს მერე ხდებოდა ანუ შეტრიალება ხდებოდა ამ იმის და ახლა სპარტელები როგორც წესი დგებოდნენ მარჯვნივ და ვერავინ ვერ უდგებოდა ამათ ახლა მათი ფალანგა საერთოდ ანუ ფალანგა ნიშნავს რიგს ხო როგორც წესი ბერძნები ეწყობოდნენ ან 8 რიგად ან 12 რიგად 12 ფარი. სპარტელები დგანან მარჯვნივ, მაგრამ ეპამინონდეს ტაქტიკა არის, ახლა ის თვლიდა სულ ამას, სულ თვლიდა აი ბრძოლის ველზე როგორ მოვერიოთ ჩვენ ამათ რა, ბრძოლის ველზე თუ არ მოვერიეთ ჩვენ ესენი არ მოგვეშვებიან ეს სპარტელები. როგორც არ მოეშვნენ ათენს, როგორც არ მოეშვნენ, ხო, ამასობაში ის დაეცა ის ოლინთო აიღეს. დამარცხდა ოლინთო. ყველას ასე ბოლომდე არ მოეშვება, ამიტომ ბრძოლის ველს სადღაც უნდა მოუგოთ ჩვენ ამას და მან შეიმუშავა ახალი ტაქტიკური ბრძოლის წესი, ამას ეძახიან მრუდე რიგი. ირიბი რიგი, რას ნიშნავს? ანუ ჩვენ სპარტელებს უნდა დავახვედროთ არა სუსტი ნაწილი ჩვენი, არამედ ყველაზე ძლიერი ნაწილი უნდა დავახვედროთ. რუდე რატო ქვია, ანუ და უნდა დავახვედროთ ესენი რომ 12 რიგად განან სპარტელები. ჩვენ უნდა დავახვედროთ 50 რიგი ჰოპლიტების. ანუ ერთ უბანზე გადამწყვეტი უპირატესობა უნდა გქონდეს. და სანამდე ეს ორი ძლიერი ნაწილი ერთმანეთს ებრძვის, მანამდე ჩვენ ეს ცენტრი და მარცხენა ფლანგი რომ მოყვება, ეს უпроსოდ მარჯვენა ფლანგი. ჩვენთან ერთად კი არ უნდა მოდიოდეს. არამედ ამ 50 რომელიც დგას მარცხენა ფლანგზე, იმას მარჯვენას დაუპირისპირდა, ხო, ეს ცენტრი ჩვენზე ცოტა უკან უნდა მოდიოდეს და ესა მარჯვენა ფლანგი უფრო უკან უნდა მოდიოდეს. ამიტომ ქვია ირიბი ამას. ანუ ეს რას ნიშნავს? ფრონტის ერთ მონაკვეთზე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. და აქ დადგა 50. ამას ეძახიან კიდე გრდემლის და უროს ტაქტიკას. იმიტომ თებელების ჯარს ჰქონდა უროს ფორმა. ანუ ეს ტარს აგავდა და ერთ ადგილზე იყო ეს კონცენტრირებული რაოდენობრივად და ამ 50 შერენგის თავში ეს წმინდა რაზმი ჩადგა 300 კაცია. და სანამდე ესენი ამ სპარტელებს დაამარცხებენ, მანამდე მათი ცენტრი და მანამდე მათი მარჯვენა ფრთა ბრძოლაში არ უნდა ჩაებას, რომ არ დამარცხდეს. ამას ეძახიან მრუდე, ამას მერე გამოიყენებენ ნაპოლეონი, ამას გამოიყენებს ფრიდრიხ დიდიც, ყველა იყენებს.
ანუ ფრონტის ერთ ხაზზე გადამწყვეტი უპირატესობა, ანუ გარღვევა. მანამდე იყო სულთანავრად დალაგებული ჯარები. რომაელებიც იყენებდნენ ამას. ერთად ცენტრში არამედ ამათ ხო, ანუ ყველაზე ძლიერები ვინც არიან, ისინი უნდა დავამარცხოთ. ანუ სპარტელები უნდა დავამარცხოთ და დაიწყო ეს ლევკტრას ბრძოლა, დაიწყო ეს კლეომბროტე. ამ 11000 კაციდან სპარტიატი არის 700. განჩენ მოკავშირეები არის სპარტეს. ეს კლეომბროტე დგას ამ მარჯვენა ფლანგზე. და აი ამ თავარი კონცენტრაციის სივრცეში კავალერიაც აქტიურად მონაწილეობს. კავალერია მანამდე ერთმანეთს დაეტაკა. ბრძოლა გახსნეს კავალერიამ, სადაც თებელებმა გაიმარჯვეს და დაფანტეს ეს ლაკედემონიის. თუ კავალერიაში დიდი უპირატესობა. ამათ ხო და თან უკეთესი მხედრები იყვნენ, მაგრამ ახლა როცა ეს ბრძოლის ვერ ფალანგაზე წყვეტს და დაეტაკნენ ერთმანეთს, გიორგი დაეტაკნენ და ნუ სპარტელები იბრძვიან ფანტასტიკურად. პირველად ნახეს რომ ბრძოლის წინ დაინახეს 50 რიგათგანან ესენი და მათთვის უცხო იყო ეს. და მე ერთ რიგად კი არ დგანა. ცენტრი ცოტა უკან არის და მარჯვენა ფლანგი მით უმეტეს უკანანი. ირიბა და. ხო, ამიტომ ქვია ირიბი. ნაწილ. შენ რო ნაწილ ერთვევი იმის რიგსაც შლი. ამას იყენებდა მე ფანტასტიკურად აი ფრიდრიხ დიდი პრუსიის მეფე. 7 წლიან ომში. ო ნაპოლეონიც იყენებდა, ან კონცენტრირება გადამწყვეტ მომენტში ერთ ადგილზე დიდი უპირატესობა უნდა მქონდეს, რომ იგავარღვიო. ხო. სასტიკი ბრძოლა იყო, ახლა ვერ გაუძლეს სპარტელებმა. და კლეომბროტე დაიღუპა, ამას სპარტის მეფე დაიღუპა. 700 სპარტიატიდან 400 დაეცა ლევკტრას ბრძოლაში, ახლა მე გაგახსენებ. რომ ხომეები, ანუ სუფთა სპარტიატები უკვე როცა პელოპონესის ომი დამთავრდა 2000 ოჯახია დარჩენილი და 400 დაიღუპა ამაში ლევკტრაში. გაიმარჯვეს თებელები. ეპამინონდეს სამხედრო გენიამ გაამართლა და მთელი საბერძნეთი არის ნუ აი გაკვირვებული და გახარებული რაც თქო არის. რომ სპარტა დაამარცხეს თებელებმა. ამ ლევკტრას მოყვა ჩამოშლა პელოპონესის კავშირს და სპარტის მოკავშირეებმა დაიწყეს გიორგი თებეს მხარეზე გადმოსვლა, ხო და ჯერ დაიწყო ევბეა, კუნძული ევბეა, ის ფოკიდა, რომელიც ადრე მოკავშირე, ფოკიდა, ეტოლია, აკარნანია, ესენი გადმოვიდნენ სპარტის მხარეს. მთელი ცენტრალური საბერძნეთი გარდა ათენისა გადმოვიდა სპარტის მხარეს. თებეს მხარეს უკაცრავად რა და გარდა ამისა პელოპონესის ძველი მოკავშირეებიც კი განუდგნენ სპარტას და გადმოეკერძოთ არკადიელებმა ცენტრალურ საბერძნეთში ცხოვრობდნენ. არკადიელებმა ამ ძველმა მოკავშირეებმა სპარტის ეპამინონდეს და პელოპიდას გამოუგზავნეს ელჩები რომ მოგვეხმარეთ რა და ჩვენ გადმოვდივართ. გადავიდა ის ძველი არგოსი ისედაც სპარტა არ მოწონდა და ელიდა გადავიდა კიდე. ანუ ნახევარი პელოპონესის კავშირი გადავიდა ელოდება ეპამინონდეს და იმავე წელს მოაწყეს დიდი ლაშქრობა. ეპამინონდე წამოვიდა. სპარტას წამოვიდა? პელოპონესს შეიჭრა. სპარტას წამოვიდა. სასაული ხდება. ამბობენ რომ 70000 კაცი ცოტა გადაჭარბებულია. მეორე მონაცემი არის რომ 40000 კაცი შემოვიდა და გზაში იკრიბავს და კორინთო არ გადავიდა მის მხარეს. დანარჩენ ყველა მის მხარეს გადავიდა. გზაში და 40000 კაცი შემოვიდა, შემოიჭრა პელოპონესში, ეს არ მომხდარა არასდროს. მტრული ჯარი პელოპონესში ხო არასდროს არ შემოსულა და მით უმეტეს ლაკონიკაში არასდროს არ ყოფილა. შემოვიდა და აი 4-ად გაყო ჯარი და 4 ნაკადით დაიძრა სადა სპარტაზე დაიძრა. სასაული ხდება. მიადგა სპარტა, გამოყვა მდინარე ევროთს, გადმოვიდა ლაკონიკის მიწაზე 500 წელი ფეხი არ ყოფილა უცხოელის დადგმული ლაკონიკის მიწაზე. ფაქტიურად ლიკურგეს მერე. 500 წლოვანი აი ეს შეუბღალაობა ლაკედემონის და ლაკონიკის მიწის, სპარტის მიწის, რომ გამოვიდა დაიწყო აოხრება სოფლების, პერიეკების სოფლები.
მოადგა სპარტას. ამ დიდი ჯარი, სპარტას კედლები არ აქვს. შენ ახსენი, მე კითხე რომ კედლები როგორ არა აქვს, იმდენად წარმოუდგენელი სპარტის კედლები არის პარტია, პასუხი იყო ასეთი რა. ჩვენ არ გვჭირდება კედლები. ეს სპარტაში დაიწყო დიდი მობილიზაცია, ხა, მაგესილაე ჩაუდგა სათავეში, ეს ვეტერანი მეფე, კოჭლი მეფე. ბავშვთან ერთად რო ხის ცხენზე თამაშობდა. ხო. სპარსელები ყავდა დანაყული მანამდე და რა ვიცი, დიდი კაცი, ორი დიდი გენიალური სარდალი. ეპამინონდე და აგესილაე ასაკშია უკვე. ეპამინონდე ზომა ეს სპარტა რა ვერ შევიდა. იმიტომ რომ ახლა თვითონ არ უთქვამს ესა, მაგრამ ახლა ვარაუდი მიდის რომ სხერპლი ექნებოდა დიდი, იმიტომ რომ ეს ბოლომდე კაცი ქალი ყველა იარაღშია. ეს სპარტელები. ეპამინონდე ზომა ამბობდნენ აი ეს მაშინდელი თვითმხილველები, სპარტელმა ქალებმა პირველად დაინახეს ტრიჯარი. არასოდეს ნანახი არ ყავდათ. უცხო მამაკაცები დაინახეს პირველად. ამან ადგა და მოხსნა ეს თავის ბანაკი, აი წავიდა დასავლეთისკენ. ესენ ჩარჩენილი არიან ქალაქში. არ იციან რას აპირებს ის. წავიდა დასავლეთ, გადავიდა მესენიაში, ჰილოტებთან წავიდა. სპარტის მონებთან. რომლებიც არიან, აი მე ხო გეუნებია, ნათქვამია, რომ ჰილოტს რო უფლება მიგეცა, სპარტელს კბილები დაგლეჯდა. ჰილოტებთან წავიდა მესენიაში. სახელმწიფო მონებთან. ჩავიდა თავისი ჯარით მესენიაში და მესენის დამოუკიდებლობა გამოაცხადა ეპამინონდე. და დააგზავნა მთელ მსოფლიოში ელჩობა. ეს მესენელები სულ დაფანტული საწყლები რა, სულ დაფანტულები, ნაწილი ლიბიაში იყო, ნაწილი სიცილიაში, სამხრეთ იტალიაში, აკარნანიაში იყვნენ, ასე მიმოფანტულები. ყველას დააბრუნდით თქვენ სახელმწიფო აღვადგინა. 230 წელია გასული აი ის მესენური ომით, როცა დამოუკიდებლობა დაკარგა. აჯანყებებს კი აწვევდნენ, მაგრამ მესენიამ როცა დაკარგა დამოუკიდებლობა ბოლო ჯერ. თითქმის 3 საუკუნე. 2 საუკუნე ნახევარი. ითომას თაზე, რომელიც იყო მესენელების წინააღმდეგობის სიმბოლო, იქ გამოვიდა სიტყვა, ეს ჯარი, ამხელა ჯარი და ეს მესენელები ღმერთია მათთვის. განმანთავისუფლებელი. სასაული რა. აი ცრემლი რომ მოგადგა. ამოაცხადა დამოუკიდებლობა. გამოაცხადა, მარტო ეს კი არ გამოაცხადა. მე ახლაო ჩემი ჯარითო მოგეხმარებითო და დედაქალაქს აგიშენებთ. და ეს დაანგრეული მესენა აღადგინა. ჯარი, ხალხი, ჯარი, რა გრანდიოზი 4 თვეში ააშენა ციხესიმაგრე, ქალაქი. რამოდენიმე 10,000 კაცი მონაწილეობდა. ამის შემდეგ სპარტა არის დადუმებული ეპიზოდში. ლევკტრაში მიიღეს შოკი. რომ მეფე დაკარგეს. 400 სპარტიატი მოკვდა. ამან გამოაცხადა ააშენეს მესენა ქალაქი. ძლიერ ციხესიმაგრით ისა გააჩინა ბორკილი და ერთი ხელზე ბორკილი დაადო სპარტას. იმის მერე მესენი არის თავისუფალი. სპარტა ვეღარ დაიბრუნა. სპარტამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 60%, რასაც აკონტროლა. მესენია განთავისუფლდა, ჰილოტები განთავისუფლდნენ. ეს საწყლები. როგორც ცხოველებს ისე რო ექცევა. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით.
თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. რაშო წამოვიდა იქიდან თავის ჯარი და არკადიაში შევიდა. არკადიელებმა თხოვეს დახმარება, ხო გადავიდნენ მის მხარეს, მაგრამ არკადიელები კარგი მეომრები არიან, მთიანი მხარეა, მაგრამ არასოდეს ერთობა არ ქონდათ. იქ რამდენიმე ქალაქი იყო ძლიერი, მანტინეა, ტეგეა, ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ სპარტის, თუმცა 385 წელს მანტინეა ცუდად დასაჯეს. გახსოვს არგოსის მხარეზე ალკიბიადეს დროს რო გადავიდნენ. მე დასაჯეს სპარტელებმა და ქალაქი დაანგრიეს 385 წელს და 4 სოფლად გავყვეს რა. ამიტომ მე ჩარჩენილი აქვს იმათ. ჩავიდა არკადიაში. 40-მდე სახელმწიფო ერთეული იყო. ანუ ეს დასახლებები. დიდი ქალაქები იყვნენ, შედარებით დიდი იყო მანტინეა, რომელიც დანგრეული იყო და დაშლილი იყო და ტეგეა. ტეგეა გახსოვს პლატეას ბრძოლაში. სპარსელები რო გადმოვიდნენ. ესენი რო უკან იხევდნენ ესენი პლატეის ბრძოლაში ბერძნები და მცირე ჯგუფი რო დახვდა სპარტელების და ტეგეელების. ტეგეელები იყვნენ პლატეას ომის გმირი. მაგრამ ახლა გადავიდნენ რა ამის ხარდა. ამან გამოაცხადა ახალი კავშირი, არკადიის კავშირი გამოაცხადა. ამათაც უთხრა თქვენი პრობლემაა არის არკადიელებისა, ცენტრი არა გაქვთ. ასოას დაშლილები ხართ. ახალი მეორე ქალაქი ააშენა. ამათაც ქალაქი აუშენა. მეგალოპოლისი, სახელი. ანუ დიდი ქალაქი. მეგალოპოლისი. მეგას არის დიდი, ხო? მეგალოპოლისი ეს აიმახსოვრეთ ეს გახდება სახელოვანი ქალაქი. აქ ჩაასახლა არკადიიდან ყველანი თითქმის რა, დიდი ქალაქი ააშენა და ცენტრი ეს იქნება თქვენ არკადიის კავშირი შექმნა. ანუ სპარტას ორი ბორკილი დაადო თვით პელოპონესში. ჩრდილოეთიდან არკადია, მეგალოპოლისით და დასავლეთიდან მესენია, მესენით. ითომას მთაზე არისტომენი ყავდათ იმათ თავისი გმირი. არისტომენი სადაც დაიღუპა იმ ადგილზე გამოაცხადა მაშინ მესენის დამოუკიდებლობა. გენიალური კაცია. ეპამინონდე ახლა ჩვენ ახსამდე ყვებოდი. ანუ არა მარტო ძლიერი მხედართ მთავარი, ძლიერი სტრატეგოსი და პოლიტიკოსი. პერიკლე განსხეულდა. პრეტენზიები პერიკლეს მასშტაბებზე გადავიდა. თებე ჰეგემონია. ლეუქტრას მერე განსაკუთრებით და პელოპონეს წაართვა სპარტას. და მისი სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლები შეარყია. ჰილოტები აღარ აჭმევენ ამათ, ბოდიშმა მithოვია უკვე რა. გასაჭმელი, რისაჭმელი, გადი და შენ თვითონ მოიყვანე უკვე. სპარტა არის შოკში. დაბრუნდა უკან. სპარტელებმა სასწრაფოდ ათენში სამდე მობრუნდებოდა ორი ქალაქი ააშენა. რამოდენიმე თვე დაჭირდა. სპარტელებმა სასწრაფოდ ათენელებს გაუგზავნეს. ეს ათენი ხო გადაყვამ პლატეას რა. რომ ჩაკეტეთო ისთმოსის ყელიო და უკანო აღარ გადაუშვათო. ანუ ბლოკადა გაუკეთო. რომ სახში ვერ დაბრუნდეს ეს ეპამინო. იმგერმა ჯარი ამოაგზავნეს ათენელებს. ჩაკეტეს ეს ისთმოსის ყელი, მაგრამ ეს მოვიდა თავია გადმოანგრია ეს ათენელებს და აბრინდა ზეიმით დაბრუნდა სპარტაში, მაგრამ თუმცა უკვე ათენთანაც ღია კონფლიქტი. კონფლიქტი ხო ის მოკავშირეა, იმათ არ უნდა ახლა თებეს კაცო სპარტამ დაამარცხა, ახლა კიდე ეს თებე თავზე დაგვაჯდეს, ხო ნუ ეს სამი ქალაქი სულ ერთმანეთს ძირავს რა. ხო. თებეში რო ჩავიდა რა ხდება? სასამართლო მოუწყეს ეპამინონდეს და პელოპიდეს. ამ ბეოტარქებს, რატო? ბეოტარქებს ირჩევდნენ წელიწადში ერთხელ, როგორც სტრატეგოსებს და ასე შემდეგ. ერთწლიანი იყო ციკლი რა, ყოველთვის არჩევითი ინსტიტუცია. მათმა 4 თვე გადააცილეს. ხო, მაგრამ სამხედრო, ანუ ლაშქრობაში იყო. აი, უცნაური ხალხი არიან რა. რახან დემოკრატია, კანონის უზენაესობა, იცეს იმაში.
რა ქვია, პასუხისგებაში და კანონის დარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება, ანუ გახანგრძლივება სიკვდილით ისჯება. სასამართლოა. სახალხო კრებაზე მიდის რა. იქაც ეკლესია ქვია? არა, იქ არ ვიცით თებეში რა ერქვა. ვიცით რომ აპელა ერქვა იქა და აქ ერქვა ეკლესია. ხო. გამოვიდა ხა მან თავი უნდა დაიცვას ხო? ხო, გამოვიდა თქვა რომ დამსაჯეთო სიკვდილით ეპამინონდე ამბობს. ოღონდ რომ მომკლავთო. ჩემს საფლავის ქვას დააწერეთო ასეო. გავიხსენებ ახლა თითქმის ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ შინ არსად. აქ განისვენებს ეპამინონდე, რომელიც დასაჯეს თებელებმა იმის გამო, რომ მან დაანგრია ლაკონიკა, მან რომელიც 500 წელი იყო ხელშეუხებელი, მან აღადგინა მესენა 230 წლის მერე, მან შექმნა არკადიის კავშირი და ეს ყველაფერი გააკეთა ერთ ლაშქრობაში. ეს დააწერეთო ოღონდ. მისი მიღწევები ჩამონათვალა. ხო, ერთ ლაშქრობაში კაცმა სპარტა გაანადგურა 500 წლოვანი სუპერ სახელმწიფო მოსპო ელადაში. ერთ ლაშქრობაში ლევკტრათი დაიწყო, დაამარცხა და შეიჭრა მაშინ. და მოკავშირეები წაართვა, პელოპონესი წაართვა სპარტას. თავისი საუკუნოვანი მოკავშირეები. ჰილოტები გაანთავისუფლეს. სოციალ-ეკონომიკური ბაზის გამოაცალა. სოციალ-ეკონომიკური ბაზი გაატყავა სპარტა. ტიტველი დატოვა სპარტა. ერთ ბრძოლაში 400 სპარტიატი მოკლა. ხო? გადაიფიქრეს ხალხმა, ატეხა აყანი რომ თქვენ გიჟები ხო არა ხართ კაცო, რა 4 თვე, რის 4 თვე. მაგრამ მომავალ წელს ხდება ასეთი ამბავი. 369 წელს ისევე მეორე ლაშქრობა დაიწყო. იმ მოკავშირეებმა, არკადიელებმა და არგოსელებმა თქვეს, რომ შემოდი და მოუთავოთ სპარტას ყველაფერი, მაგრამ მისი სტატუსი, ანუ კვლავ აირჩიეს ახალი ვადით? აირჩიეს ბეუტარკა. აირჩიეს. 369 წელს წავიდა სალაშქროდ. მაგრამ ისთმოსის ყელზე დახვდნენ უკვე კორინთელები, სპარტელები და ათენელები და ვერ გაარღვია, ვერ გავიდა იქ. ამჯერად ვეღარ გაარღვია. მობრუნდა იქა, რა ქვია, პრინციპში მარცხი არ იყო ახლა სამხედრო მარცხი, მაგრამ ვერ ილაშქრა. ხო, სტრატეგიული უკან დახევდა. პელოპონესში მყოფ თავის მოკავშირეებს ვერ მიეხმარა იქ. ამის გამო გადააყენეს. 369 წელს გადააყენეს, მაგრამ ეს საინტერესო ამბავი ხდება ახლა გეოგრაფია უნდა შევცვალოთ ჩვენ დროებით. ამ გადაყენების დროს მე ეზოვეთ მუშაობდა. ქუჩებს გვიდა თებეში. ეპამინონდა. ძვირფას ქართველებო, თუ გვირდებით, აი, ყველა დიდი პიროვნება არც ერთი რო არ არის ვერცხლის მოყვარე. ხო? ხო და სხვათაშორის კარგი მუსიკოსი იყო ეს პითაგორას თეორია გულისხმობს, რომ მუსიკა არის იდეალური ჰარმონია. საერთოდ ბერძნებს მუსიკა უყვარდათ და სიამონება აღზრდაში მონაწილეობდნენ, ანუ სხვანაირად უყურე, აღზრდის შემადგენელი ნაწილი იყო, პედაგოგიკა იყო მუსიკა. ხო. ეს არის ჩვეულებრივი, მაგრამ მანამდე ერთი წლით ადრე 370 წელს მოხდა ასეთი ამბავი. უпроსოდ უფრო ადრე 375 წელს ძველი წელთაღრიცხვა ხა თესალია ხო ვიცი ჩვენ ჩრდილოეთ საბერძნეთი. აი უცნაური ყველაზე დიდი პროვინცია ტერიტორიულად ჩრდილოეთ საბერძნეთს რასაც ეძახონდნენ იყო შვა და იყო პელოპონესი, ანუ სამხრეთ. ჩრდილოეთ საბერძნეთი მოიცავდა თესალი. თესალია იყო ყველაზე დიდი. და ველები იყო. და თესალიელებს ყავდათ საუკეთესო ცხენიჟი, ანუ კავალერისტები იყვნენ ფანტასტიკური. ბერძნებში ყველაზე კარგი კავალერი ყავდათ თესალიელებს და მერე ბეოტიელებს. თესალია, უნდა ვთქვათ, ახლა მოკლედ დავახასიათებ, ახლა ბევრ დრო რო არ წავ, ძალიან ბევრ ამას ვტოვებ, ახლა მე იმიტომ თემა თვითონ დიდი არის. თესალია იყოფოდა 4 ოლქად.
მაგრამ ეს 4 ოლქი პერიოდულად ირჩევდნენ ტაგოსს. ტაგოსი არის ბელადი, წინამძღოლი. სიკვდილამდე, ანუ ფაქტობრივად მეფეა. მონარქი კანონერად ირჩევდნენ. და ტაგოსები მართავდნენ. და 375 წელს თესალის ტაგოსად აირჩიეს იასონი. ქალაქ ფერადან. ფერელი თუ ფერაელი რომელიასო იასონ ფერელი ალბათ ასე იასონ ფერელი ძალიან საინტერესო კაცი იყო ხა მის დრო არა გვაქვს ჩვენ იმიტომ თვითონ თესალი არ მონაწილეობდა მნიშვნელოვან საკითხებში მაგრამ ძალიან ისეთი ენერგიული ჭკვიანი და ისეთი კაცი იყო რა და დიდი ალიანსების კაცი ყველასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა სპარტასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ათენთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და თებესთანაც კარგი ურთიერთობა. გარდა ამისა, იმდენად ძლიერი იყო, ძლიერ ჯარი შექმნა კავალერია და ქვეითებიც. რომ მაკედონია და ეპირი მოაქცია თავის გამგებლობაში. მაკედონია კი ვიცი და ეპირი არის თანამედროვე ალბანეთი. აჰა, გასაგები. ამაზე ხო. ეპირელი იყო ალექსანდრეს დედა ოლიმპიადა, მე ჩვენ როცა ამ ლექციის მე ვიწყებთ უკვე მაკედონიას, ხო? ვამთავრებთ ახლა. საბერძნეთის პოლიტიკას ვამთავრებთ. საბერძნეთი ბევრჯერ შევხვდება, ჩვენ ოღონდ პოლიტიკა არა. ხო? და ამან შექმნა ძალიან საინტერესო და იდეა ჰქონდა, რომ სპარსეთის წინააღმდეგ ელაშქრა. ამიტომ ჰქონდა ყველასთან კარგი ურთიერთობა ამას, რომ იქნებ გადავაჩვიო ესენი ამ ერთმანეთთან მტრობას და იქნებ რაღაც გაერთიანდეს ანუ ეს იდეა საერთო მტრის წინააღმდეგ ახლა მარტო პერიკლეს კი არ ქონდა და სხვებს კი სპარტელებსაც ქონდათ კაცო ეს იდეები რომ იყვნენ საბერძნეთში ტიპები იყვნენ რომ აი კიმონის იდეაც ეგ იყო ერთმანეთს თავი დავანებოთ აგერ არ ჩვენ მტერი ხო ბევრი იყო ასეთი ასეთია ეს იასონი სხვათა შორის ესეც ეპამინონდესაც ეს უნდა რომ საბოლოო ჯამში საბერძნეთი გაერთიანდეს თებეს ქვეშ და მე ვილაშქროთ იქ. ოღონდ ეპამინონდე ამ დროს აფსაიდში ასე ვთქვათ პოლიტიკური. არა, ჯერ არა. ეს 79-ში გადააყენეს. გვის ქუჩებს, თებეს ქუჩებს, ხო. მაგრამ ეს 370 წელს ეს იასონი მოკლეს. ხო. მის ადგილზე ავიდა მის დაიწყო ესა რა ქვია არეული და მისი ძმისშვილი ახლა იქ მთელი ამბები ერთმანეთი დაწყამლეს მისმა ძმებმა ამბებმა ამას და არაა საინტერესო ის ძმისშვილი ალექსანდრე გახდა ისი მემკვიდრე რომელიც ვერ არის ჯანზე რა ცოტა მანიაკალური გადახრები ჰქონდა ხო ტრობა დაიწყო თვითონ შიგნით იმიტომ რომ ტაგოსად არ აირჩიეს ეს დანარჩენმა განსაკუთრებით ქალაქმა ლარისამ ერთ-ერთი ოლქის მთავარი ყველაზე დიდი ქალაქი ლარისა იყო თესალის ლარისამ არ დაუჭირა მხარი მის ტაგოსობას და ამიტომ დაესხა ლარისას და ქალაქმა თხოვა დახმარება თებეს თებე უკვე ჰეგემონია ხო ლეკვტრა მოგებული აქვს უკვე ხო ნუ წავიდა პელოპიდე წავიდა ჯარით და შეავიწროვა ესა, გაიქცა ეს ალექსანდრე ფერელი. რახან მაკედონიაზე ქონდა გავლენა, ხო, პელოპიდე მაკედონიაშიც გადავიდა იქ არა, ხო. იმ დროს მოკვდა მაკედონიის მრავალტანჯული მეფე ამინტა მესამე და ტახტისთვის გაიმართა ბრძოლა მის შვილს ალექსანდრე ერქვა ასევე და მის სიძეს ქალიშვილის ქმარს შორის პტოლემე ალორიტე ერქვა იმას ის რაღაცა უცნაური ტიპი იყო ეს სიძე ხო და ეს ჩაერია პელოპიდე ახლა მაკედონიის არევა არ აწყობს თებას ჩაერია და ეს პტოლემე ალორიტე შეავიწროვა და ეს ალექსანდრე ავიდა ტახტზე ალექსანდრე მეორე ეს რიგობითო აი დიდი ალექსანდრე მესამე იყო ხო და ავიდა ტახტზე, ხო, ამ ალექსანდრეს ყავდა უმცროსი ძმა ფილიპე. და ამან მაკედონიის შემომტკიცებისთვის 30 მაკედონელი ყმაწვილი წამოიყვანა იმათ მძევლებად თებეში. თებეში წამოიყვანა. პელოპიდემ, ხო, რომ გარანტი კი შენ დაჯიმა ჭკვიანთ რომ მოიქცე რა არაურიო რა. ამ 30 მაკედონელ არისტოკრატში არის პატარა ფილიპე. ამ ალექსანდრეს ძმა.
რამდენი 14 დაახლოებით 14 წლის არის. ეს არის ის ფილიპე მეორე ალექსანდრეს მამა. რო ჩამოიყვანეს თებერში ეპამინონდესთან ცხოვრობს. ეპამინონდე მაიყვა. ამას შვილები არ აყავს ეპამინონდეს ხო და იზრდება ამ დიდ სარდალთან. თან აკვირდება ეს რო იმაში პითაგორას სკოლის პედაგოგის აღზრდილთან თან ლევკტრას გმირთან ახალი ნოვაციის ავტორთან რომელსაც მე 23 საუკუნე ყველა სარდალი იყენებს ამ იმას ანუ ერთ უბანზე უდიდესი უპირატესობა ხო რომ გაარღვე ვერ დაგიდგეს ვერაფერი ეს არის ამის მოგონილი თუმცა ამავე დროს დიდი სამეცნიერო და ფილოსოფიური სკოლის და ხო ნუ ახლა არის და იმაზე რა იცი რიცხვები რო იცოდა ამითი დათვა ეს პარტელებს როგორ უნდა მოვერიო ბრძოლის ველზე კაც ვერავინ ვერ არის რა უბედურება ჩვენაირი ადამიანები რითი უნდა მოვერიო სადაც დგანან იქ მე უფრო მაგარი უნდა დაუყენო და უფრო დიდი ხერხი ჯობია ღონეს ხო და ურო გააკეთა გრდევლის და უროს ტაქტიკას ეძახია ფილიპე მოხვდა მასთან ფილიპე მოხდა და ისწავლობს ამას ამ თებეს სამხედრო ამბავს ნოვატორი ვინც არის ახლა ამ სამხედრო საქმის ძველი სამყაროს ერთ-ერთი არის ეპამინონდე შენ რომ ამბობდი რომ ისტორიას შემთხვევითობები ხშირად ბევრ რამს განაპირობებსო და ეს იზრდება ამასთან არ მოხდარიყო და თებეს ფალანგა ნახა იმ წმინდა რაზმს უყურებს მე რაღაცებს შეცვლის ეს მარტო მთლიანად კი არ გადმოიღებს ბაზის ფუნდამენტური ანუ თებეს ფალანგას გადმოიღებს მე ალექსანდრე ყველა ბრძოლას იგებს ას ერთ ადგილზე სადღაც დიდ უპირატესობით ის ოღონდ კავალერიით ჩვება მე ამას ალექსანდრე მაგრამ მამამისი და მე ახალ ტიპას შექმნის რა ჯარის შუბებს დააგრძელებს ფარებს დააპატარა ამი მთავარი მასწავლებელი ყავს და ის ახლა მძევალი კი იყო, მაგრამ მძევალი რა იყო, შვილივიც დიდა, მის ოჯახში ცხოვრობდა რა, ჩვეულებრივად და მამასავით იყო. მთელი ცხოვრება უყვარდა ის ეპამინონდეს უიხსენებდა. ფილიპე 3 წელი იყო. თან მეზოვეა. ეს ამბები რომ მოხდა ახლა პელოპიდემ ჩამოიყვანა ესე ვითომ დააწყნა ის ალექსანდრე ფერელი მობრუნდა კიდე რა არ მოისვენა და ატყდა ერთი ამბავი ლარისა შეავიწროვა კიდე და ამჯერად ახლა ჯარი აღარ გაუშვეს რა ახლა შოთაშორის ეს პელოპიდეც და ეპამინონდეც იასონთან მეგობრობდნენ კარგი ურთიერთობა ეს წავიდა უკვე ჯარი არ გვინდა მე ჩავალ და დაველაპარაკებ დავაწყნარებ რო ჩავიდა იმან ადგა ეს პელოპიდე დაიჯირა თქვენთან იყვანა ეს ორნი იყვნენ ხო ეპამინონდე და პელოპიდე რა მეგობრები იყვნენ თან ხო თქვენ აიყვან ახლა ამას თებე ვერ მოითმენს ახლა ბეოტარქი დაიჭირეს კაცო წავიდა ჯარი აგზავნეს ჯარი მაგრამ ეს ეპამინონდე გადაყენებული ხო ჩვეულებრივ ჯარისკაცია ხო პლეტია ხო იქ იმან ჩასაფრება მოუწყო თავის კავალერიით და ალყაში მოაქცია ეს თებეს ჯარი რა დაღუპას გადაარჩინა მე რო ნახეს რომ უბედურება ხდება და ალყაში არიან ის ჯარისკაცებმა უთხრეს ეპამინონდეს რომ კი არა ხარ შენ არც ბეოტარქი აფერ მაგრამ ვიშვერლე ახლა გადაგვარჩინა და ისინი სარდლების დაეთანხმე რომ მიდიო ხო იმან გამოიყვანა გადაარჩინა ჯარი მომავალ წელს აირჩიეს 68-ში ხო და გახდა ბეოტარქი ისე ხო და წავიდა ჯარით ეს წავიდა უკვე ჯარით თესალიაში და იმან აზია ხელები ალექსანდრე ფერელმა და ბოდიში მოიხადა და პელოპიდეც გაანთავისუფლა გამოუშვა ამან აღარ გაამწვავა ეს ორი საქმე იმიტომ რომ ახლა ქვეით სპარტა ადუღებულია შეურაცხყოფილია ახლა თესალიელებთან ომი კიდე იმ ველებში იმ კავალერიას რა უნდა უყო ხო სწორად მოიქცა ხო და ბოდიში მოიხადა იმავე წელს მოხდა საინტერესო ამბავი პელოპიდე წავიდა ელჩად სპარსეთში ჩვენ არ დაგვავიწყდეს სპარსეთი ამას ყველა სპარსეთი უყურებს რომ მათი პროტეჟე სპარტა ცუდ დღეში პელოპიდე დაადგა და წავიდა სუზაში ჩავიდა რა მოხდა სუზაში სპარსელებმა გაუქმეს ანტალკიდეს კავშირი გაუქმეს სპარტის ჰეგემონიის შეთანხმება
ყველა ხელშეკრულება გააუქმეს სპარტასთან და ელადის ანუ საბერძნეთის ჰეგემონად აღიარეს თებე. ეს ქნა პელოპით. დიდი ამბავია, თებე უკვე თებე არის უძლეველი სახელმწიფო. ბეოტია უფროსო, ბეოტიის კავშირი და ბევრი მოკავშირეები ყავს იქ არკადიის კავშირი, იქ მესენა, ამბები, არგოსი. 2/3 ეს ათენის და სპარტის და აქაიის გარდა არის მთლიანად გადასული ბეოტიელების მხარეს. ეპამინონდე და პელოპიდე მართავენ ერთმანეთს. ესენი ახლა ჭკვიანი ხალხი არა, კი, ხმელეთს ესეთ ზღვას არ მივხედოთ კაცო, ეს ათენმა აღადგინა მეორე არქე, ხო? ახლა ისეთ ძლიერი არ იყო, როგორც პირველი არქე იყო. იქ 200 ერთეული იყო, აქ 70 ერთეული. ხო და ბეოტიამ პირველად თავის ისტორიაში ფლოტი ააგო, 100 გემი ააგეს, ხო და ეპამინონდე ჩაუდგა სათავეში ამ ფლოტს და კუნძულებს წაართვა ათენს. საინტერესო ის არის, რომ ბიზანტიელი წაართვა, ანუ პურის გზა, ხორბლის გზა თებემ წამოიღო. ანუ ზღვაზეც, ხმელეთზეც არის თებე. დომინირებს თებე. 364 წელი ამარ ერთი ცუდი ამბავი მოხდა. პელოპიდე დაიღუპა. როგორ? იმ ალექსანდრე ფერელმა არ მოიცვენა. კიდე რაღაცები ჩხიკინი დაიწყო და ეს წავიდა სალაშქროდ. ალყაში მოხდა იქა კინოსკეფალესთან. კინოსკეფალე არის ძაღლის თავი. კინოს არის ძაღლი, კეფალე არის თავი. მე აქ მოხდება დიდი ბრძოლა რომს და მაკედონელებს შორის. მოგვიანებით მაგასაც გავივლეთ ჩვენ. ყველაფერი წინა გვაქვს. არსად არ გვეჩქარება, ძვირფასო მეგობრე. ხო და იქ დაიღუპა პელოპიდე. ძალიან განიცადეს თებეში, ესენი ახც მათნაფიცები იყვნენ, ერთად იბრძოდნენ თავის დროზე 385 წელს მანტინეასთან ამან გადაარჩინა კაცო ეპამინონდე, მათი მეგობრობა ესეთ ლეგენდარული მეგობრობა არის, ხო? ეს ცუდი ამბავი დაემართა. ხო. მაგრამ ამ დროს ხდება ასეთი ამბავი 662 წელს მოდის პელოპონესიდან ცუდი ამბები, რომ დატოვა ეს არკადიის კავშირი, იქ აირია სიტუაცია. იქ ხო სადაც შევიდა ამან ხო დემოკრატიები დასვა, ესე დემოკრატები არიან. თებეში დემოკრატია მართავს. ყველგან დემოკრატიას. მანტინეაში, ქალაქ მანტინეაში მოხდა გადატრიალება ოლიგარქიული რა. სპარტას თხოვეს მოკავშირეობა. და დაეტაკნენ ტეგეას, მეორე არკადიულ ქალაქს. იქ დემოკრატები, ტეგეას და მანტინეას შორის ატყდა ამბავი. ტეგეამ თებელებს დაუძახა, მანტინეამ სპარტას დაუძახა, ომი გარდაუვალია. წავიდა ეს ჯარით, დაიძრა. არის ასეთი ამბავი არის, რომ სპარტის ჯარიც აგესილაე წამოვიდა. აგესილაე ჩაუდგა. იმათი ჯარი 22,000 კაცი არის, ამათი 33,000. თებელები არიან 33, ანუ 30,000 ქვეითი, 3,000 მხედარი. დიდი ჯარია. აგესილაეს ჯარში არის 20,000 ქვეითი და 2,000 მხედარი. ანუ 1/3-ით ბეუტიელები, თებელები არიან მეტი. ორი დიდი სარდალი. მთელი საბერძნეთი გაყურშულია, ელოდება ვინ მოიგებს. ხო და ეს რო გადავიდა ისთმოსზე, გაიარა ეს კორინთოს ყელი, გაიარა მისმა ჯარმა, ისიც დაიძრა და სადღაც მანტინეასთან უნდა შეხვდნენ რა. მაგრამ ამან გააკეთა ასეთი რა მანევრი ჩაატარა, მეორე გზით მთებით გადავიდა. მაკედონიაში და ის რომ მანტინეას უახლოვდება ჯარით, სპარტის ჯარი. ამან გვერდი აუარა, წამოვიდა სპარტაზე, დაუცველ სპარტაზე. სპარტაზე წავიდა? სპარტის ჯინი ჭირდა რა. სპარტაზე წამოვიდა სალაშქროდ, დაუცველ ქალაქში. კედელი არა, ბიჭო მოადგა ამ სპარტას. ისე რა იყვნენ ეს სპარტელები, ბიჭო სასწაული. ხო.
აგესილა ეს შვილი არქიდამე. ჩაუდგა ეს სათავეში ეს არქიდამე, ახალგაზრდა ბიჭი არის რა. ხო და ქალები, მოხუცები, ისე გამოვიდნენ სპარტის ქუჩებში გაიმართა ბრძოლა. შევიდა სპარტაში. ეპამინონ ვერ აიღო. цариელი ქალაქ ჯარი არ იყო. ახლა ამათმა გაიგეს და ის აგესილა მობრუნდა იქიდან, რა ქვია. მანტინეა და მობრუნდა ახლა და ესეც წამოვიდა ესენი ხო და გზაში ისევე აღარ მეორე მხრიდან წავიდა ის ჩვეულებრივი გზით წამოვიდა და მიადგა იმის დაუცველ ბანაკს ეს რა ქვია ეპამინონდე თებელები მიადგა იქ მოხდა ერთი ამბავი ათენიდან მოვიდა ჯარი დასახმარებლად სპარტის და ისინი დახვდნენ იქა და ამათმა ეს მიტოვებული ბანაკი ვერ აიღეს იქა, იმიტომ ათენელებმა გააჩერეს. რო გააჩერეს ამ იმაში დრო გავიდა ეს აგესილაეც მოვიდა თავისი ჯარით და ნუ დაეწყნენ საომრად. მანტინეას ველზე. ახლა იქ რაღაცა მანევრები ჩატარდა. ვითომ ჯერ ესენი არ აპირებდნენ, მაგრამ მაინც გამოვიდა, მაინც დაალაგა. ეს უროს წყობა დაალაგა. დაიწყო ბრძოლა, სასტიკი ბრძოლა დაიწყო. და ამ წმინდა რაზმა ისევე გაარღვია სპარტელების. სხვათაშორის ლევკტრა რითი არის ცნობილია ეს პირველი ბრძოლა. ლევკტრაში სპარტელები გაიქცნენ ბრძოლის ველიდან პირველად ელადის ისტორიაში, როცა სპარტელებმა ფარები დაყარეს, ანუ გაიქცნენ. ხო და აქაც საშინელი. ამ შემთხვევაში სპარტელებთან ერთად ათენელებიც არიან. ათენელებიც არიან და მოკავშირეებიც. ხო და ну საბოლოო ჯამში მაინც ამისმა ტაქტიკამ გაარღვიეს რა და დაიწყეს იმგენმა უკან დახევა და ამ უკან დახევის დროს შორიდან ნასროლი შუბი მოარტყეს ამას ეპამინონ. აი ეს სურათი. ესაა კლასიკა, ეპამინონდეს სიკვდილი ქვია ამას. ხოლმე გვერდში აქვს მორტმული შუბი. ხო, ჭრილობა ასე აჩვენებს. მოარტყეს ახლა ამათმა ანუ ფაქტობრივად გამარჯვებულ ომში დაიჭრა და მერე რო მიიყვანეს ბანაკში ბრძოლა არ არის დამთავრებული რა თუმცა ბერძნული წესით ამათმა მოიგეს იმიტომ რომ მათმა ბრძოლის ველი დატოვეს ბრძოლის ველზე ვინც რჩებოდა ძველი ბერძნული წესით ის ითვლებოდა გამარჯვებულად ამათმა კი დაიკავეს ბრძოლის ველი მაგრამ ისინი ბოლომდე არ დამარცხებულან რა ანუ ამათი უპირატესობით დამთავრდა ნუ მოიგეს ამათმა მაგრამ რის ფასად ეპამინონდე დაიჭრა და კარავ შეიყვანეს რა შეყვნენ ესენი რა გლოვა არის რა ჯარში რა ეპამინონდე დაიჭრა ამხელა კაცი იყო ხოლმე პირველი ჯერ შუბი არა აქვს ამოღებული პირველი რაც იკითხა ჩემი ფარი სად არის ხوار დაიკარგა მოუტანეს ფარი ფარის დაკარგვა იყო სირცხველი ხო თებელებისთვისაც სპარტელებისთვის კი ყველა ბერძენი თავარია ფარი იყო სული მეომრეს ხმალი არ იყო არ ჯუბი არ იყო არ ზაბჯარი არ იყო არც მუზა ფარი ბაბუა ჩემის ფარით ვომო პაპა ჩემის ფარით ვომო ფარი მოუტანეს რა ხوار დაიკარგაო ეს არის რო უჭირავს იმას აჩვენებენ ხო აი გუი აგერ ყოფილა ხო ფარს აჩვენებენ რა ხო ისიც ფარ შეყურებს ოღონდ აქ არის ერთი აგერ აღმოაჩინე ხე ერთი შეცდომა ფარი რო აჩვენეს შუბი არ ქონდა ამოღებული შუბი რო ამოუღეს მერე მოკვდა ნუ ხა შუბი ვარჯობილი შეიძლება ძალიან ბრუტალური ყოფილიყო ხატვარს ეხო ნამეტანს მოვიზავდა ესთეტიური ცენზურის მსხვერპლი აღმოჩნდა მერე კითხეს ამდენმა ბიჭო ახლა ეს უშვილო იყო მე მკვიდრესო ვის გვიტოვებ მე მკვიდრეებსო ვის გვიტოვებ თქო მე ორ მემკვიდრეს გიტოვებ ორ შვილს ლევკტრას და მანტინეას ბრძოლის სახელები უთხრა მერე იკითხა იოლაიდე ცოცხალი არისო დეიფანტეო ეს ორი ბეუტარქები არა ორივე დაიღუპა ამავე ბრძოლაში უთხრეს ხო საშინელი ბრძოლა მაშინო ხო და ამოუღეს ეს
ის შუბი ამოუღეს, მაშინ იკითხა იოლაიდე ცოცხალი არისო და იფანტე არისო ცოცხალი. არა ორივე დაიღუპნენ. მაშინ სასწრაფოდ დადევით ზავის სპარტასთან. ანუ გამგრძელებელი საქმის არავინ არ იყო. მოკვდა ეპამინონდე. დადეს ზავი სპარტასთან, მაგრამ მისი სხეული გაცივული არ იყო, დაიშალა მის ეს ყველაფერი ჩამოინგრა რა. ახლა რა მივიღეთ და ვასრულებთ ხო ეს დიდ ეპოპეას რა. მთელი ეს ჩვენი ლექციები მიდიოდა სამი ქალაქის ჰეგემონიაზე. სამი ქალაქი ებრძოდა ერთმანეთს, ვინ მოუყრიდა თავს ელათას. ათენი, სპარტა და თებე. ყველაზე ხანმოკლე იყო თებე, 9 წელი გაძლო თებეს ჰეგემონია. ისიც სამდები ჯერ პელოპიდე და ეპამინონდე და მე ეპამინონდის მერე ჩამოინგრა ყველაფერი, აფერი აღარ დარჩა რა. რა მივიღეთ ახლა მან თავის გეგმებს მიაღწია? ვერა. ის გეგმა რა იყო? ელადის გაერთიანება, ყველა ბერძენის განთავისუფლება, მარტო ათენისგან კი არა, სპარტისგანაც. საბოლოო ჯამში გენიალური მემკვიდრეობა კი დატოვა, ახლა ციცერონი თვლიდა, რომ ყველაზე დიდი ბერძენი ეს იყო. პერიკლეს მაღლა აყენებდა ციცერონი. ეპამინონდეს. მაგრამ თავისი ამ ქმედებე, ამ თავის კეთილის სურვილების მიუხედავად მან დაღუპა საბერძნეთი. იმიტომ საბერძნეთში ძალა აღარ დარჩა, რომელიც ბერძნებს თავს მოუყრიდა, ან ჰეგემონი გახდებოდა, ან ძალით, ან შეთანხმებით და ფაქტიურად ისე დასვეს სპარტა სპარტა ვეღარ გასწორდა. ეს უკვე სპარტა აღარ არის. სპარტა მოკლა ეპამინონდემ. ლევკტრაში და მანტინეაში. ამიტომ თქვა ორი შვილს გიტოვებდა. სპარტა აღარ არის, ათენი აღარ არის, ცოტა ხანი იარსებებს მისი საზღვაო კავშირი, მე ფილიპე გააუქმებს. ის ფილიპე ეპამინონდესთან რო იზრდებოდა. და თებე ჩამოინგრა. საბერძნეთი დარჩა დაუცველი. უენერგიო, ენერგიისგან დაცლილი, ზნეობისგან დაცლილი, ეკონომიკურად დაქცეული, სამხედრო თვალსაზრისით დაქცეული. და ეს ყველაფერი გავს რას, რომ ვიღაცა უნდა მოვიდეს. რახან შენ თვითონ ვერ ლაგდები, მაშინ უცხოელი დაგალაგებს. და ეს უცხოელი არის მაკედონია, ჩრდილოეთიდან მოვა. ზოგი თვლის, რომ ხსნა საბერძნეთის და იმიტომ დამთავრდება ეს ჟლეტა ერთმანეთის. ზოგი თვლის, რომ ხსნა, ზოგი თვლის, რომ საბერძნეთის თავისუფლება ჩაესვენება, მაგრამ რაც თავარია, მაკედონია არის გამტარი ტრანსპორტი, რომელიც გაიტანს ბერძნულ კულტურას ინდოეთამდე და შექმნის დიდებულ ხანას, სამასლოვან ხანას, რასაც ქვია ელინისტური სამყარო და ძვირფასო მეგობრებო, პოლიტიკა საბერძნეთში ამჯერად დავასრულეთ, ახლა მის კულტურაზე, მის სააზროვნო თვალსაჩინოზე გვექნება კიდე საუბარი, ბერძნებზე იქნება სულ საუბარი, ოღონდ არა როგორც პოლიტიკურ ერთეულებზე, აღარც ათენი, აღარც სპარტა, აღარც თებე. ეს სამი გოლიათი ერთმანეთთან ბრძოლაში დაიღუპა და სხვათა შორის სიმბოლურია ეპამინონდეს სიკვდილი რა, რომ დადევით სპარტასთან ზავი. და მემკვიდრის გარეშე გადაეგო და დაიფშნა, გაცამტვერდა ძველი ელადა, დიდებული ელადა, რომელიც ამდენი გამოვიარეთ ახლა ჩვენ არქაულიდან, რომ 700-800 წელი გამოვიარეთ, ახლა იმას კრეტამიკენს აღარ გულისხმობ, ამდენი ლექცია დაგვჭირდა, ახლა 4 გამოვაკლოთ ის 15-16 ლექცია გამოგვივიდა, ეს 1000 წლოვანი ისტორია ძველი საბერძნეთის, რაც კარგადაა შედარებით ცნობილი, ხო? მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო და ბევრი რამე გავიგეთ, ბევრი ადამიანი პერსონაჟი, ახლა პერიკლე ყურმოკრული იყო და თემისტოკლეც და ლეონიდეც და ეს გმირებიც და ანტიგმირები, ალკიპიადეც ვიღაცებმა იცოდნენ, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, ქართველებმა ეპამინონდე არ იცოდნენ, ეპამინონდე არის გიგანტი. ძალიან ბევრი თვლის, რომ ეპამინონდე პერიკლეს ღირსეული, მაგრამ უიღბლო მემკვიდრე იყო. მისი იდეების მიმდევარი იყო, ხო?
მაგრამ გითხარით რომ ციცერონი თვლიდა რომ პერიკლე უფრო დიდი იყო ვიდრე პერიკლეს დიდი იყო ეპამინონდე ახლა სამხედროების ღმერთია ნებისმიერ სამხედროსთვის ღმერთია ახლა მეტი რომ დაცლობდა ალბათობა იმის რომ გაერთიანდა ცოცხალი დარჩენილი იყო ალბათ თებე იქნებოდა თუმცა მე ვთვლი რომ სპარტაც და თებეც იყო ჩიხი ცივილიზაციური ჩიხი ლოგიკა საბერძნეთი რომ წინ წასულიყო და რა თქმა უნდა ათენს უნდა მოეგო რა ათენს რომ მოეგო მე არ ვიცი შეიძლება უკეთეს ყოფილიყო სამყარო არავინ არ იცის რა მაგრამ ლოგიკით ათენი იყო ბელადი იყო ათენი ჰეგემონი იყო ათენი გამაერთიანებელი იყო ათენი მას ინსტიტუციებიც ჰქონდა გამოცდილებაც ჰქონდა პერსონებიც ყავდა, ფინანსებიც ჰქონდა, სამხედრო ძალაც ჰქონდა, სახმელეთო, საზღვაო, ყველაფერი ჰქონდა. ამათ არ ჰქონდა. ესენი პოლიტიკური კოჭლები იყვნენ რა, ხეიბრები იყვნენ მაინც და აი სპარტა თავისი რკინის დისციპლინით და აქ კიდე ეპამინონდეს ტალანტმა სტრატეგია. ხო, მაგრამ ნუ დაიღო საბერძნეთი ძველი კლასიკური საბერძნეთი დაიღუპა ლევკტრასთან. ეპამინონდეს სიკვდილთან ერთად. შემდეგი ლექციები უკვე ქვეყანასაც შევცვლით, გეოგრაფიასაც გავაფართოვებთ და ვიწყებთ მაკედონიაზე გადავდივართ უკვე. დარწმუნებული ვარ, დროების მაყურებლები მოუთმენლად ელიან ამ ეპოქაზე ლექციების კურსს. სასწაული იწყება. თუმცა აღნიშნეთ, რომ ეს ნაწილი მართლა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამ ახალი, ბევრი რამ ისე დეტალებში გავიგეთ, შევიტყვეთ და შენ დახმარებით კონტექსტუალურად იმდენად საინტერესო გავაანალიზეთ, რომ ბევრი მადლობელი იქნება ამ კურსის ამ ნაწილის მოსმენით. მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს, გუბას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის თავად, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი დროების YouTube არხი, მოუწოდო და ვთხოვოთ, რომ გამოიწეროს, მოიწონოს, ჩვენ ვემზადებით ახალი დიდი ჩვენი ციკლის დიდი მონაკვეთისკენ, რომელსაც უკვე ქვია დიდი ელინური ხანა მაკედონიის ეპოქა. შემოგვიერთდით ქალბატონებო და ბატონებო და გავაძლიეროთ ეს ჩვენი კლუბი, ისტორიის მოყვარულთა კლუბი გავაძლიეროთ. მადლობა, დროებით დაგველოდეთ. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.